კმაყოფილია თუ არა პრემიერი მთავრობის მუშაობით. დღეს ნამდვილად საამაყოა და ეს ხნა ღარიბაშვილმა. მე და სერგეი კომერტი თქო მარბონაიულ ბაღში გავატარეთ იმ საუდიოლის რომ დაგველაგებინეს ოზარ სუბარიც მისი ინიციატივა იყო რომ ცეხეპატიტის გონკურნალა საპატიმროებში ირაკლი ალსანიაც კარგი მინისტრი. რით გამოარჩია მან საპრეზიდენტო კანდიდატი? გიორგი მოდის იგივე განცდით ზუსტად ვალდებულების გზნობით მოდის გიორგი. რა პროგნოზები აქვს მთავრობის მეთაურს წინა საარჩევნოდ? ამის ალბათობა რომ მაქრაძე არ იყოს მეორე ადგილზე არის უფრო დიდი, ვიდრე იმის ალბათობა რომ იყოს მეორე ტური საერთოდ. რას მოელის ის მედიისგან? ელისაშვილიც აქ გადის. სხვათა შორის იმედიც მოიხსენიებ. ვახოსად შევახსენე მე. მე შეგნებულად თქვი აქ რუსთავი ორია. მე მათ არაფერს არ ვიკითხე. მაესტრო შეუძლია, გეგელია შეუძლია, ტრაბაიძე შეუძლია და არგუმენტებით გვაკრიტიკონ. ყველას ვთხოვ. ვინ იქნება მომავალი პრემიერი? რა პასუხი აქვს პრემიერს ყველაზე აქტუალურ კითხვაზე? ვინ წარმოუდგენია მას დედაქალაქის მერად? მე მაქვს ჩემი წარმოუდგენა და მე მგონი რომ ძალიან ღირსეული კანდიდატი. აქაც შერჩეული ყავ კანდიდატი. რას ფიქრობს ის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალზე? მე ვფიქრობ რომ პოლიტიკური მომავალი საქართველოში არ აქვს არც უგულავას და არც სააკაშვილს. ლობისტები, კოალიციის პერსპექტივა, რუსეთთან ურთიერთობა, დეოკუპაციის პროცესი. დღეს რომ მე არ მივდივარ არსად, რომ მე მოვდივარ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დრო. საღამოშვიდობისა დღეს ორშაბათია და ეთერშია პოლიტიკის დრო. დღეს ჩვენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დრო შემოგთავაზებთ. საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი. პირიქით მადლობა რომ მომიწვიეთ. ჩემი გადაცემის სტუმარი თქვენ ზუსტად 1 წლის წინ იყავით, 1 წლის წინ დაახლოებით 1 კვირა რჩებოდა არჩევნებამდე, მაშინაც წინა საარჩევნო პერიოდი იყო. მეც ვიხსენებს, კარგი ინტერვიუ გამოგვიდა. დიახ, 1 წლის შემდეგ ჩვენ ისევ ხვდებით ერთმანეთს ჩემს გადაცემაში და ეხლა საარჩევნო პერიოდი და 1 კვირაში ისევ არჩევნები, ამიტომ მოდით ჩვენი საუბარი ერთგვარი შეფასებით დავიწყოთ. მე მინდა კითხოთ, ხელისუფლებამ რამდენად შეძლო ყველა იმ დაპირების შესრულება, რასაც ვარაუდობთ წინა საარჩევნოდ? მოგახსენებთ. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი შევძელით და იმაზე მეტი გავაკეთეთ 1 წელიწადში, რაც 1 წელიწადში უნდა გაგვეკეთებინა. ეხლა ოპონენტები ზოგჯერ შეგინებულად, ზოგჯერ მოსახლეობად შეცდომაში შეყავს. ზოგჯერ ჟურნალისტებიც უყურებენ, რომ მთელი საარჩევნო პერიოდი თქვა და ის რაც უნდა გაკეთდეს 4 წლის განმავლობაში, ან 2 წლის განმავლობაში, ან 3 წლის განმავლობაში და ყველაფერს 1 წელიწადში ითხოვენ. ისეთი დაპირებებიც იყო და ხშირად მიხსენებია, რომელიც 20 წელიწადში უნდა გაკეთდეს. თუ ამას ყველაფერში ყველაფერს ერთმანეთში არაურებენ. 1 წლის განმავლობაში რისი გაკეთება შეიძლებოდა მოსვლიდან, დაპირებებშიც რაც ჩანდა რეალურად, იქ სადაც თარიღი სახელდებოდა, რომ ეს გაკეთდება 1 წელიწადში აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთდა. პროგრამას გულისხმობთ. რა თქმა უნდა, პროგრამაც განცხადებების თუ გნებავთ, ნებისმიერი ჩემი გამოსვლა როდესაც ოპოზიციაში ვიყავ, შეგიძლიათ წამოსიოთ, ნებისმიერი ჩემი ნალაპარაკები შეგიძლიათ შემახსენოთ და გასულს ვაგებ ყველა სიტყვაზე, რომ ყველაფერი გავაკეთეთ და გავაკეთეთ პირველ წელიწადს გავაკეთეთ იმაზე მეტი, რაც შეიძლება და გაკეთებულიყო. ოპონენტები გახსენებენ სხვათა შორის ამ განცხადებებს, აი სარეკლამო რგოლებიც კი აქვთ ესეთი გაკეთებული და ეთერში გადის ხოლმე, სადაც თქვენ რაღაც დაპირებებს აკეთებთ. ეს არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა და ისევ ნაციონალური მოძრაობა აკეთებს ამას, რაღაც 87 თუ 67 დაპირება დაითვალეს და იქიდან არც ერთი არ შესრულებულა. ნუ სასაცილო მდგომარეობაში არის, რა თქმა უნდა, ეს ხალხი, რამე თუ მათ არ აქვთ რეალური არავითარი საკრიტიკო ჩვენს მიმართ. იმდენი გავაკეთეთ, თვითონაც გაუგნებულები არიან. რა უნდა თქვა, მარტო ბოლო ნახეთ, ეხლა დასულდა, გუშინ წინ გამიკეთა მინისტრმა მოხსენება, რომ რთველი დასულდა კახეთში, თავრობის თომა ჰქონდა და მე არ ვისაუბრებ, თქვენ თვითონ ისაუბრეთ, როგორი იყო და თუ ყოფილა მსგავსი მაგადროს, ოდესმე ყოფილა. და გარდა ამისა და მთავარი და ყველაზე დიდი მიღწევა, რაც მოხდა 1 წლის განმავლობაში, საქართველოში არავის არ აქვს განცდა იმის, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, არავის ამის ეჭვიც არ აქვს. თვითონაც ვერ ბედავენ, ნაციონალებიც კი, ყველა გათავისუფლდა შიშისაგან, აღარავის აღარ აქვს იმის განცდა, რომ პოლიციამ შეიძლება მასე იძალადოს, რაც ხდებოდა ტოტალურად. არავის აღარ აქვს იმის განცდა, რომ შეიძლება აბსოლუტურად ყველა დაიჭირონ და ციხეში გაუშვან, წაართვან ქონება და ესე შემდგომ. ეს რაც თითქოს ზედაპირზე არდებს და არაფერი არაა, მატერიალიზებული არაა. მაგრამ თავარი ეს არა, ადამიანის უფლებები ტოტალურად აღსდგა საქართველოში, რაც იყო ფეხქვეშ გათელილი. გარდა ამისა, რაც მატერიალიზებულია. ის რაც დავპირდით სოფლის მეურნეობაში, რაც დავპირდით ჯანდაცვაში, რაც დავპირდით განათლებაში, ჯანდაცვაში თუ ამდენს მოახერხებდით ამ დროში და თუ ესეთი დანგრეული დაგხვდებოდა, მე ვიცოდი რაც ხდებოდა იქ, მაგრამ ამდენს კიდევ არ ველოდი და იმ დანგრეულიდან ეხლა რასაც ვაკეთებ და რაც ხდება, მე ვფიქრობ, რომ არ ვიცი ხო სასწაული მოახერხე. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თავარი მონაპოვარი და წარმატება დღევანდელი ხელისუფლების მაინც არის შიშის დაძლევა, ეს არის თავარი მონაპოვარი. განცდა დაბრუნდა ადამიანს, ეს არის ადამიანის ღირსება, ადამიანს თუ ღირსება არ აქვს.
იმას ქონება რამდენიც არ უნდა კონდეს. ბევრი იყო ქონების ქონი აქ, მაგრამ ადამიანებმა თავს ვერ აგზრობდნენ, ნებისმიერ დროს შეიძლება დაეჭირათ და ნებისმიერ დროს დაეყაჩაღებინათ და ესე დღეში ჰქონდათ ყავდათ ბიზნესი. ძალიან ბევრი მდიდარი ბიზნესმენი ადამიანურად ვერ ცხოვრობდა. მე აღარ ვსაუბრობ გაღატაკებულ მოსახლეობაზე, რომელსაც პერსპექტივა მიეცა საერთო ცხოვრების. ქვებს გვესროდნენ, ზონდერებით იყო სავსე პოლიცია არ გახსოვთ, მაგათი საამაყო პოლიცია, რომელიც დღეს ნამდვილად საამაყოა და ესქნა ღარიბაშვილმა. ნამდვილად საამაყო პოლიცია ესქნა არა მარტო ღარიბაშვილმა, მთელმა გუნდმა. ეს იყო ნება ჩვენი. რომ პოლიცია ხალხის სამსახურში უნდა ჩამდგარიყო, პროკურატურა ხალხის სამსახურში უნდა ჩამდგარიყო. სასამართლო კიდევ გვაქვს ეჭვები, რომ ძველი გავლენა არ დარჩეს. მე არ მინდა რომ გავაზვიადო ეს, რამე თუ დიდი სურვილი მაქვს და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ დამოუკიდებელი სასამართლო და ამის შემდგომ სასამართლო სამართლიანი იყოს და ხალხმა მიიღოს რწმუნებულება, რომ ესეც სასამართლო გვაქვს. ეხლა რაც შეეხება მონაპოვარს და წარმატებაზე ვისაუბროთ, ხარვეზი თუ ქონდათ ხელისუფლებას ამ 1 წლის განმავლობაში, რას მიიჩნევთ ამ ხარვეზად ბატონ ბიძინა? ხარვეზები აი ესეთი დასასახელებელი რომ იყოს, რომ 1, 2, 3 თქვა, აქ შეგვეშალა დიდი შეცდომები არ ქონია. ხარვეზები ძალიან საწყენი იყო ჩემგან ხვედელიძე. ვთქვათ, გელა ხვედელიძე, რომელიც პირველი მოადგილე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის და დღესაც განვიცდი. ძალიან სამწუხაროა ჩემთვის რაც მოხდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ჯერ სასამართლო არ დასრულებულა, მაგრამ იქ კითხვები არ იყო ტყუილად დასმული და იქ იყო გადაცნობები. კიდევ შეიძლება რაღაცები გავიხსენოთ ამის მსგავსი პრინციპში. ეს ორი დიდი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რაც ჩემს ყველაზე დიდ გულისკენას იწვევს. გირვალიძე იყო ჩემთვის ყველაზე საუკეთესო მინისტრი. დღესაც მე მას დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ სწორედ მოიქცა. ეს მისი დაგეგმილი არ იყო, მაგრამ მინისტრი იყო და პასუხი უნდა ააგოს და აბსოლუტურად ნიშნები კირვალიძესთან დაკავშირებით მოხსნელი. პირადად არა, მაგრამ ის რომ მინისტრს გაეპარა, თქვა და მას ეგონა რომ თავში რომ ტყუილად ბრალსდებდნენ და დიდი აჟიოტაჟი იყო აწეული და პროკურატურას უპირისპირდებოდნენ და აქაც დიდი ომი გადავიტანეთ. აი ესეთი საზოგადოება, მძიმე საზოგადოება იყო ძალიან, ექსპერტებიც, ანალიტიკოსებიც, ჟურნალისტებიც, პატარა ქვეყანაა საქართველო. ზოგი ნათესაური, ზოგი მეგობრული, თლიანად ერთად წავიდნენ პროკურატურაზე. ბევრი უცხოელიც რამე თუ ის საზღვარგარეთ მუშაობდა, მხარდაჭერები გამოუჩნდნენ კირვალიძეს და ესე შემდგომ თვითონ აქტიურობდა ძალიან. და მას ეგონა რომ ეს იყო მოგონილი ყველაფერი. დარწმუნდა თვითონ კირვალიძე რომ არ იყო მოგონილი, როდესაც ნახა ფაქტები პროკურატურაში და მოვიდა და თქვა რომ ბოდიში რომ მე არ ფიქრობდი და არ ვიცოდი თუ ასეთი გადაცნობა შესაძლებელი იყო, მაგრამ ხო გჯერა ჩემი რომ მე არ გამიკეთებია და კორუფციაში არ ვიყავი და რა თქმა უნდა დღესაც ვიჯერა. საწყენი იყო, ბევრი დრო დავხარჯე ამაზე და მაგრამ ესეც ყველაფერი წაგვადგება მომავლისთვის, რომ დამტკიც და გაიმართნენ წელში თქვა იგივე პროკურორები, რომლებიც დღეს ძალიან დამსახურებულად პროკურატურა ბიურო თქვა შენიშნავსებულობს ძველიდან. დამსახურებულად რამე თუ ბევრი ძველი თანამშრომელი და იქ რაც ხდებოდა პროკურატურა ასკაც ვერ გამოცვლენ, თვითონ გამიკვირდა, ამდენი გამოცვლა თუ იყო, არც მეგონა გუშინ წინ ვიყავი, მეგონი პროკურატურაში, როდესაც კილაშვილმა გააკეთა განცხადება 30%-ზე მეტია შეცვლილი. სხვათაშორის ეს კარგი ამაში არაფერი არ არის, ახლა სხვა რომ ხდება საკადრო მოკლე დროში, მაგრამ მაქსიმალურად 100%-ს ვერ გამოცვლით პროკურატურას. არ და კითხვები არსებობს, ხო, რაც ხდებოდა იმ პერიოდში და როგორ ძალადობდა სახელმწიფო საზოგადოებაზე, ამაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს პროკურატურა თამაშობდა და შესაბამისად კითხვები არსებობს ეს მოქმედებაში. მაგრამ იქ პროფესიონალები არიან ძალიან ბევრი. კორუფცია არ ყოფილა პროკურატურაში და მათ მხარდაჭერა უნდა დღეს და ზურგის გამაგრება. თუ მე ამას ვერ მოვახერხებდი, ამ დროს უამრავი საქმე გამოსაძიებელია. თვითონ პროკურატურას ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენებდი. კორუფცია არ იყო პროკურატურაში, რას გულისხმობთ ბატონო? კორუფცია, თუმცა მე ეს გამისწორეს, კარგად უსუფაშვილმა გამისწორა. იქვე გამოსვლაში გამისწორა და მე დავეთანხმე და დღესაც ვეთანხმები, რა თქმა უნდა. ექვემდებარებოდნენ ზოგიერთი თანამშრომელი ძალადობას. მაგრამ ძალადობას ამ კუთხით თუ გავუყვებით, რაც უსუფაშვილმა თქვა, შეგვიძლია ნებისმიერ პოლიციელს 99% დღეს დარჩენილია და თანამშრომლები არიან სასამართლო თუ სხვა სტრუქტურებს საჯაროს შეგვიძლია მსგავსი ბრალდება წაუყენოთ. მაგრამ მე ამას მარტივად ხსნი, რომ იყო იდეოლოგია ასეთი ტიპის, ამას რამდენიმე კაცი გეგმავდა, თუ ერთი კაცი არა და სხვები ასრულებდნენ და შესაბამისად ჩვენ საზოგადოება გაგებით უნდა მოვეკიდოთ და ჩვენ არ გვაქვს არც საშუალება და არც უფლება რომ ყველას მოვთხოვოთ პასუხი რატომ ამ დროს იყო სამსახურში, სახელმწიფო სამსახურში. გასაგებია. მოდით საარჩევნო პერიოდში ვართ ახლა და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ წინა საარჩევნო პერიოდზე და იმ განცხადებაზე, რომელიც თქვენ ცოტა ხნის წინ გააკეთეთ მეორე ტურთან დაკავშირებით. გიორგი მარგოვაშვილი გამოეხმაურა ამ განცხადებას, მან გაიზიარა თქვენი ესე ვთქვათ რჩევა, თუ დაინიშნება მეორე ტურის არჩევნებში, მეორე ტურში არ მიიღებს მონაწილეობას, უსუფაშვილმა მას მეტაფორა უწოდა, ასე ვთქვათ და მე მინდა კითხოთ რატომ დაგჭირდათ ამ განცხადების გაკეთება? ხომ არ იყოს ერთგვარი გამოწვევა თქვენი მხრიდან საზოგადოების?
ჯერტი განცხადებას არ დავარქმედი მე ჩემს ნახოს იცი როგორ მოხდა თია რომ მანამდე პირველ არხთან მქონდა ინტერვიუ ამდენჯერმე შემეკითხა და უარი ვთქვი ანალიზზე უფრო ადრეც მკითხე ჟურნალისტებმა და ყოველთვის უარს ვაცხადებდი ხოდა ვნახე რომ ინტერესი დიდია მაინც მათ მივინეს და დღესაც შემეძლო უარი მეთქვა პრინციპში მაგრამ რამდენადაც კითხვა აიცი ამ თემამ მე შევეცდები კიდევ ერთჯერ განმარტება გავაკეთო და შემდგომში არ მინდა რომ ეს თემა დარჩეს მაინც და მაინც მაღლა აწეული რამე თუ ეს არაა ძირითადი ეს არის პოპულარული მე მგონი საქართველოს მოსახლეობამ ყველამ გაიგო რომ მე პროფესიით პოლიტიკოსი არ ვიყავი და არ იყო ჩემი სურვილი რომ პოლიტიკაში ადგილი დამეფუძნებინა და ამით კარიერა გამეკეთებინა ესე ვთქვათ რაც ნორმალურია ამით მე ჩtildeს არ ვაყენებ პოლიტიკოსებს ვისაც ამის სურვილი ქონდათ და აქვთ მომავალშიც ეს ძალიან რთული და საინტერესო პროფესია და უნდა გააგრძელონ კიდევაც მაგრამ მე ვაჩვენე რომ მხოლოდ ერთი მიზეზით და დღესაც ვახსენებ მოსახლეობას რომ მე მოვედი მხოლოდ ვალდებულების გზნობით პოლიტიკაში და მე დღესაც ახლა ძალიან ცუდია რაც მივეჩვია პოლიტიკაში მოსვლას რომ საკუთარ თავზე საზოგადოებას არ ვერ მეუბნებოდნენ სუფრასთან და დაბადების დღეს არ ვიხდიდი ამით მაგრამ ახლა ვალდებული ვარ და მიზეზს განმარტების გაკეთება რომ თუ კიდევ ვინმეს ეჭვი აქვს რომ ახლა გამოდიან გუკაები და მსგავსები რომ თუ ფულის კეთება მიგდა თურმე ამით და რაღაც კაპიტალი და ჰესებში მინდა მონაწილეობა მიიღო და ესე შემდგომ მაგრამ ეს მხოლოდ ამ ტიპის ხალხს აქვს და ესენი ერთეულები არიან მათ სურს შეურაცხყოფა მომაყენო და მაყენებენ მაგრამ მე ამით არ ვღიზიანდები და მათ ყურადღებას არ ვთხოვ მე ვიცი რომ აბსოლუტურ უმრავლესობას საზოგადოებას ეს აქვს სწორედ გაგებული რომ მე მოვედი პოლიტიკაში მხოლოდ ვალდებულების განცდით იმ ვალდებულების რომ მე შემიძლია და სხვას არა და ამიტომ გავხდი მე იძულებული და იძულებით მოვედი პოლიტიკაში და მე მგონი მართლაც ესე იყო მდგომარეობა თუ გახსოვთ მე საჭირო ვიყავი როგორც ოჯახში მე ბავშვობაში ძალიან მძიმე რეგიონია იმერეთი ზემო იმერეთი და 3 წლიდან შრომობდი ესეთი იყო ოჯახი მახსოვს დიდი ძმები ჩემზე მეც რო აკეთებდნენ მიკვირდა მაშინ რომ მე პატარა ვსევდი ისინი დიდს და მაინც არა ერთნაირ მადლობას ღებულობდნენ მამა ჩემისგან ესე მიმაჩნია დღესაც ეს ოჯახია შეგიძლია შენ უფრო მეტი გააკეთო შენ ვალდებული ხარ ისეთივე ვალდებული ხარ როგორც ის რომელსაც შეუძლია იმდენი რამდენიც შეუძლია ამ გზნობით მოვედი ვალდებულების გზნობა საიდან გამიჩნდა იქიდან რომ მე შემიძლია თუ შეგიძლია შენ ვალდებული ხარ უნდა გააკეთო და თუ საზოგადოება მაჩვენებს მე რომ შენ თურმე არ შეგიძლია სხვაზე მეტი აგერ არიან კიდევ გვერდით ხალხი შენ ამბობ რომ შენ შეგიძლია და შარლიდან გინდა ამოხდე რომ მაგარი ხარ და ესე ვთქვათ სიტყვაც ვიხმარე იჭაჭები და გონია რომ ესეა და ამ დროს თურმე მოსახლეობის მესამედიც და იქვე ახლა თუ მარგველაშვილი მიიღებს 59 და 45%, ესე იგი სადღაც ბაქრაძემ 30% უნდა გადააჭარბოს. და კიდევ ვიღაცას უნდა ქონდეს რაღაც მსგავსი ქულები, ხო? მსგავსი პროცენტი. ასეთ შემთხვევაში რა ხდება რომ შენ გონია რომ შენ ვალდებული ხარ, შენ გონია რომ შეგიძლია სხვაზე მეტი, მაგრამ ერთადერთი ამის მოწმე და დასამოწმებელი და დასასაბუთებელი არის საზოგადოება. რომელიც უნდა გამოყვეს ამაში და გაჩვენოს რომ კი შენ ხარ და შენ შეგიძლია შენ მოხვედი. საზოგადოების ნდობა კიდევ ერთხელ გინდათ რომ არა მე ვიცი ეს ნდობა რომ მე ნდობა მე მაქვს ეს ნდობა და ჩვენ გვაქვს გუნდს ეს ნდობა მაგრამ რაღაც ჰიპოთეტურად მაინც მოითხოვეს რომ აი რომ იყოს და ასეთ შემთხვევაში ჩემი პოზიცია რომ ეს ესე იყოს თუ მე ესე მეშლება რომ თურმე ჩემი ესმის ხალხს მე ვხედავ 20 წლის შემდგომაც და ძალიან კარგად ვხედავ და მართლა მჯერა რომ საქართველოს აღორძინდება. დარწმუნებული ვარ ესე გაკეთდება ყველაფერი. და თუ მე ეს ყველაფერი მეშლება და ერთადერთი გადამოწმება ამის არის საზოგადოება. და არის ხმა რომელიც მოდიან და უნდა მოგცემ. და ხალხი არ მოყვება და შენ გონია და სადღაც ეიფორიაში ხარ. ყველაფერს თავი დავანებო სინდისი უნდა კონდეს. შენ ვისატყვებ და როგორ ატყვებ. ესე იგი საკუთარ თავს იტყვებ. შენ გიჯერა მაგრამ არა თურმე მესამედიც არა იმ ხალხის ვინც შენ მოყვება. ასეთ შემთხვევაში მე ფიქრობ რომ პატიოსნება უნდა გავიხსენოს სიტყვა და უნდა თქვა რომ შვილო წადი სახში შენ თურმე ეგრე არ არის ისე არა შენ რო გონია თუ ეს მომეხსენება მე თავისუფალი კაცი ვიქნები მე მხოლოდ ვალდებულებამ ტანჯავდა როდესაც ფიქრობდი და დღესაც მერიდება რომ შეიძლება წავსულიყავი და ეს პროცენტულად როგორ ამიტომ მოვედი რომ მე შენ რომ მიდიხარ ვის ტოვებ შენ ტოვებ შენ სამშობლოს და ტოვებ შენს ხალხს ვინც საჭიროებს შენს დახმარებას ეს თუ მომეხსენება მე აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი ვიქნები და უზარმაზარი თვითი ჩამომეხსნება ჩვენში რო დარჩეს. უზარმაზარი თვითი ჩამომეხსნება დარჩენილ დროს მე ბაღეობა მიყვარ ძალიან და გავატარებ ზირთად დავგავხეებს როცა ვნახულობ თავისუფალ დროს ეხლაც მოვახერხე ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში უბედნიერესი ვარ. მოვახერხე რამდენიმე ხის დარგვა 2 წლის განმავლობაში. აი ეს მოხდა 2 კვირის წინათ. მანამდე ვერ ვახერხებდი ამასაც. ერთი დღე ვიყავ ურიგში. გამავდროულად ეხლა მე კი მგონია რომ სწორი გზით მივდივარ, მაგრამ თუ თეორიულად წარმოვიდგენთ რომ ხალხს ეს ან არის მის ან შენ შეიძლება გეშლებოდეს, მე თავს არაძოს არ მოვახვევ. იმ 20 წელიწადსაც სხვათაშორის ამასაც განმარტავ ახლა რომ ვიძახე რომ 20 წლის განმავლობაში კიდევ არ ვეშვები ამ საზოგადოებას. როგორც კი დავინახავ რომ საზოგადოებას მე აღარ ვჭირდები. ბოდიშის მოხდით იმ წუთში გავერიდები და
ამის ალბათობა არსებობს, მოვლენ ახალგაზრდები, მოვლენ ჩემზე ნიჭიერები, მოვლენ ჩემზე გაგებულები და ჩემზე კარგად დაინახავენ რაღაცებს და თუ შევხედე რომ მე ვიღაცას ფეხებში ვებლანდები, ღმერთმა დამიფაროს. იმ წუთში გავიწევი. ეხლა გიორგიძეც უნდა ვთქვა. აუცილებლად თქვენ ისიც თქვით რომ დაახლოებით 60% თუ არ იქნა ამ შემთხვევაში ესეც არის გავყვები, კი, ამასაც დავხვეწავ. ეხლა მე ვიცი რომ 80%-ზე ნაკლები არ იყო ის რაც 60 დაგვიწერეს ჩვენ. ოდესღაც, ხო, ერთი წლის წინათ. ეს მუხტი არ ჩამხელა, პირიქით გაიზარდა. მე ვიცი საზოგადოების განწყობა. მინიმუმზე დავიყვანე, დღეს სოციოლოგიური კვლევების დავიხმარე, 70% მინიმუმ ჩვენზე ფიქრობს. ოღონდაც მათ მოსვლა უნდათ და მე მინდა რომ მათ პასუხისმგებლობის ზნობა გაუზარდო და ეს თქვი რომ ზოგი არ მოა, მაინც აირჩევენ, მაინც მოხდება და ახალი სიტუაცია შეიქმნა ხარისხობრივად. ასეთი არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა ჯერ. სულ იყო ემოციური არჩევნები და ვთქვათ მესიონიზმის ტიპის არჩევნები იყო სულ რომ აი მას შეუძლია, სხვას შეუძლია. ჩემ შემთხვევაში გავდა ამას წინ არჩევნები. ეს არის ტიპურად ახალი აზრობრივი არჩევნები, ყველას აქვს გააზრებულად მივიდეს უფლება და გააკეთოს არჩევანი ერთ წელიწადია ხელისუფლებაში ვიყავით. ჩვენ არ დაგვიკარგავს რეიტინგი აბსოლუტურად იმიტომ რომ ძალიან ბევრი და ძალიან კარგი გავაკეთეთ. აქედან გამომდინარე მინიმუმ მოვითვალე მე რომ 70% მუხტი არის ჩვენს ხარეს. ეხლა ამ ხალხს მოსვლა უნდა და მოყვანა უნდა და პასუხისმგებლობის ზნობა უნდა გაიზარდოს, იმიტომ რომ მეც ეს ნაბერწკალი არ ჩამიქრეს, მეც ადამიანი ვარ, რობოტი არა ვარ, მე რომ 51% რა თქმა უნდა სიხალისეს ცოტას დამიკარგავს. ბევრს არა, მე გავაგზავნებ და გავაკეთებ ჩემსას, მაგრამ თუ ეხლა 45-ზე და 40%-ია საუბარი, რა თქმა უნდა მე გავთავისუფლდები. 60%-იც აქედან მოვიყვანა იმ 70 პოტენციურიდან, რაც მინიმუმია, რომ მაქსიმალური რაოდენობა მოვიდეს. ესეც მინდა რომ დავინახო რომ ქართველები არა მარტო გებულობენ და მხარს უჭერენ, არამედ არც ეზარებათ და თავის მინიმუმ პასუხისმგებლობას განახორციელებენ, რომ საარჩევნო ყუთებთან მოვლენ. იქ შეიძლება თეორიულად 0.1% იყოს, ან ავად იყოს, ან რაღაც პრობლემა ქონდეს სერიოზული ვერ მოვიდეს, მაგრამ დანარჩენ შეუძლია მოსვლა და ამიტომაც თქვი და თხოვ დღესაც თქვენი გადაცემითაც ვისარგებლობ, რომ ჩვენ ეს გვჭირდება ყველას, მეც მჭირდება, თვითონაც გვჭირდება, რომ ჩვენ დავწმუნდეთ, რომ სწორი გზით მივდივართ. ამიტომ მაქსიმუმი უნდა მოვაგროვოთ და მოვიდეს. რა თქმა უნდა, გარკვეულ ნიქლის ვიგრძნობ, მე რომ 60%-ზე ნაკლები მოვიდეს, გარკვეულს, მაგრამ ეს არ იქნება, მაგრამ თუ 50 ქვემოთ არის ეს და იქიდან პოტენციურად ესე იგი ხალხი არ მოა ნაწილი და ის დაახლოებით 30 მოსახლეობის ამ ვისაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს, დაახლოებით 30% მესამეც ეს უტოლდება. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაგებით თეორიულად ისე მე კიდევ უბრუნდები, რომ მე დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება, მაგრამ რაღაც არ მომეშვენდა, კითხვა დაისვა და ეხლაც მეორე განმარტებას გავაკეთებ, მე ვფიქრობ მესამედ აღარ მომიწევს და გაიგებენ ყველანი. აი ეს იყო რომ ასეთ შემთხვევაში მე გავთავისუფლდები და ბედნიერი ვიქნები, ამავდროულად ორმაგად ბედნიერი ვიქნები, თუ კიდევ უფრო კაი გზას ვინმეს მანახავს. და სულაც არ ვაპირებ, ვინმეს თავზე მოვაქვიე ჩემი იდეები. ეხლა გიორგიძეს უნდა ვთქვათ, სხვათაშორის არ შემითანხმებია მე გიორგისთან და ანუ გიორგისთვის არ გაგვივიდა არავითარი რეპეტიცია. და ჩემთვის მოულოდნელიც კი იყო რომ გამოვიდა გიორგი თქვა და პირდაპირ თქვა რომ არ მივიღებ მონაწილეობას. პასუხისმგებლობით ისე გიორგისგან თქვენი არა გიორგი შეეძლო თქვა უფრო ფრთხილად ან უფრო გიორგისგან არ ველოდი, გიორგი არის წესიერი კაცი და ამდენი არ მიფიქრია თქვა ეხლა ის შეკითხვა დამისვეს, შემეძლო კიდევ არიდება მინდოდა თავის ამ შეკითხვაზე და უეცოდ გავცურე ესე თქვა და უპასუხე და შესაბამისად აღარ მიფიქრია იმაზე გიორგი რა იტყოდა და ცოტა ეხლა გამიკვირდა, თუმცა სხვანაირად არ უპასუხებდა და რატო არ უპასუხებდა გიორგი სხვანაირად ამასაც გეტყვით. გიორგიც და რატო მომწონს გიორგის ხვაზე მეტად აქაც გამოჩნდება, კიდევ ერთხელ შევეცდები ამას რომ მე არ ჩამოთვლი გიორგის თვისებებს სხვადასხვას. დამატებით თვისებაზე გავაკეთებ მხოლოდ არჩევანს. გიორგიც თქვენ წარმოიდგინეთ, მოდის იგივე განცდით ზუსტად ვალდებულების გზნობით მოდის გიორგიც, რომ მას შეუძლია ის ვალდებულია. და ამ განცდით მოდის, ეხლა გიორგის იმდენ მაგალითს ვერ მოვიყვანით, თქვათ, რაც ბიზნესი უკეთებია იმდენი, თქვათ, ჩემ შემთხვევაში და პოლიტიკაში თუმცა არ ყოფილა, მაგრამ მაინც ანალიზს მაინც აკეთებდა და უფრო ახლო წრეებში ტრიალებდა. მე ერთ მაგალითს მოვიყვან მხოლოდ გიორგიზე. როდესაც მე ექსპერტთა კლუბი გახსოვს მყავდა და ხელფასებს უხდიდი იცოდა ეს საზოგადოება. ერთადერთი კაცი, ვინც ხელფასი უარი თქვა, გიორგი იყო. ხლა ეს მოსაყვანი იმიტომ კი არა, სხვებს კი არა, ეს ჭდილს კი არ აყენებს. მე მყოფნის ჩემი ხელფასიო გიორგი მითხრა და მე ვალდებული ვარ. სწორი გზას ხედავ შენში იმედს ჩემს ქვეყნის და ვალდებული ვარ მოვიდე და გავაკეთო. რო არ მყოფნიდეს, მე ახლა შევწუხდი. რომ ჭირდება თუ დამჭირდება და გამიჭირდება გიორგი მითხრა მოვალ და მეგობრულად გთხოვ, მაგრამ მე მყოფნის ჩემი ხელფასი და მე ჩემ ვალდებულებას ვუძნობ და ისე გავაკეთებ რაც შემიძლია და რა თქმა უნდა არავის ნაკლებ აქტიური არ იყო. აქაც გიორგი გარწმუნებს და ვარწმუნებს საზოგადოებას. ამ განცდით მოდის ხოლოდ. ეს არ არის, შეიძლება ცუდიც იყოს ეს მინუსი, რომ კარიერული განცდა არ აქვს. პოლიტიკოს უნდა კონდეს კარიერული ამბიცია და
ეს დამატებით ენერგიას აძლევს და ცუდი არ არის. მე არ მინდა სხვა პოლიტიკოსები ამით დავჩაგრო თქვა და შტილი მივაყენო, მაგრამ გარდამავალ ეტაპზე ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი პრეზიდენტი გვეყოლება. თუ აიღო ვალდებულება და იკისრა, დღე და ღამე მუშაობს. ეს კაცი ავადმყოფის დადის დღეს თუ გუშინ ამ დღეებში ბევრს ხვდები მე გიორგის ავადმყოფი კაცი დადის ტემპერატურით და 1 გრამს ვერ შეატყობთ იმას, რომ ამას არ აქვს სწრაფა. გიორგი თუ ნახავს იგივე, ნახავს რომ მას არ შეუძლია და სხვაზე უკეთ მასზე უკეთ სხვა აკეთებს, მეორე არჩევნებში და მეორე პროცესში არავის არ შეუშლის ხელს, მაგრამ თუ ნახა რომ გამოდის, ისევ დაეხმარება საკუთარ ქვეყანას და მოვა. აი ესეთი კაცი ეს და ესეთი ვარ მეც და ამიტომ ეს საწყენად ნურავინ ნუ გაიგებს ამას. გიორგი მართლა პრინციპულია. რაც თქვა გიორგი გამკეთებელია. იმისი კით ბაქრაძე დანიშნავს სააკაშვილს და ტაშპანდურა რაც თქვი, მაშინ ახლოს გამიმეორებ. მერთმა მოახმაროს, ყოველ შემთხვევაში მე ხელს არ შეუშლი, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იქნება და დიდი სიმძიმე იქნება, არ ფარავ ამას, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში თუ ვალდებულების ზომა მომეხსნება, მე თვითონ არ მოუწოდებ და დანარჩენი გიორგიმ თავისით გააკეთა. ეს არაფერი მე არ მიკარნახია. რომ მეორე ადგილზე გასული კანდიდატი შეიძლება იყოს დავით ბაქრაძე და არა სხვა რომელიმე კანდიდატი, ბატონო. ჩემ ყველა ანალიზი ამას აჩვენებს. ყველა დამოკიდებულება ამას აჩვენებს, რომ მეორე ადგილზე არის ბაქრაძე. ბევრად არ უგებს, მაგრამ ყველა კვლევებში რაც ჩვენ ჩავატარეთ და სვებსაც ჩაუტერებია, უგებს მურჯანაძეს. და დიდი ალბათობით ბაქრაძე იქნება მეორე ადგილზე. მაგრამ ამის ალბათობა რომ ბაქრაძე არ იყოს მეორე ადგილზე არის უფრო დიდი, ვიდრე იმის ალბათობა რომ იყოს მეორე ტური საერთოდ. მეორე ტური რომ იყოს ამის ალბათობა არის იმდენად მცირე რომ მე რამდენიმე შეკითხვას არ უპასუხე და დღესაც მინდა რომ ჟურნალისტებს შევახსენო რომ ამაზე ბევრ დროს ნუ გადავხარჯავთ. მეორე ტური არ იქნება. პრაქტიკულად ამის ალბათობა არ არსებობს. შესაბამისად რაღაც თქვით ეს შეიძლება პლუსში გადავიყვანოთ და კიდევ ერთხელ მიმართავ ჩვენს მხარდამჭერებს რომ იმ თეორიულ ალბათობასაც უნდა დატოვებენ და მოვიდნენ არჩევნებზე და ღირსეული კულები მიიღოს, ღირსეული პროცენტი მიიღოს გიორგი მარგველაშვილმა. მოდით ახლა სხვა თემებსაც შევეხოთ. ბოლო კვირების განმავლობაში თქვენ გამართეთ შეხვედრები, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ცოტა უჩვეულოა აქამდე. მე ვსაუბრობ იმ პირდაპირ ეთერებზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ექსპერტები, ჯერ ექსპერტებთან ჰქონდათ შეხვედრა, შემდეგ მედია საშუალებების წარმომადგენლებთან, მათ შორის ბოლო შეხვედრაზე თქვენ ესე რომ ვთქვათ, ის ტელეკომპანია მოიხსენიეთ, მაესტრო, რომელშიც ჩვენ შეხვედრა ბოლო ინტერვიუს დროს ჰქონდა. რატომ ბატონო ბიძინა, რატომ ჩამოგიყალიბდათ ესეთი დამოკიდებულება, თუნდაც კონკრეტულად მაესტროსთან დაკავშირებით? მოდით, რადგან მაესტროში ერთად იმიტომ ვისაუბრებ ამაზე, იმიტომ რომ სხვა მედია საშუალებებს არ შევეხები ამ შემთხვევაში. კი ბატონო, მოგახსენებთ იმასაც, რატომ შევხვდი ექსპერტებს ასეთი ფორმით? რატომ შევხვდი ჟურნალისტებსაც ესეთი ფორმით? ეს ბოლო სამი შეხვედრა დაახლოებით მესამე უფრო განსხვავებული იყო, შუალედური იყო, თქვა, ადრეულსა და ბოლო ორ შორის, მაგრამ მაინც განსხვავებული იყო. მთავარი მიზეზი ამის იყო, რომელზეც მე ძალიან დაჟინებით ფიქრობდი ძალიან ბევრს ხოთაშორის, რომ როდესაც წასვლა დავარქვი თავში პოლიტიკიდან და ეხლა ვამბობ, რომ მოვდივარ თქო საზოგადოებას და კარგად მოვიფიქრე და მართლაც ესეა. 2 წლის ნაცვლად 20 წლიან ციკლში მოვდივარ და მართლაც მთელ ჩემს შესაძლებლობას მოვახმარ დარჩენილ ჩემს ენერგიას, ჩემს საზოგადოების, ჩემს სამშობლოს განვითარებას. ეს განცდა მაქვს. მაგრამ ისეთ ნათქვამი როგორც იყო, რომ პოლიტიკიდან მიდის და ამან გამოიწვია ნებათა ღელვა საზოგადოებაში, მე ძალიან ბევრს ფიქრობდი სხვათაშორის და მე საერთოდ ესეთ ჩვევა მაქვს. ძირითადი პრობლემა დღე და ღამე ამშობდება. მე ძინავ, სეირნობ, სხვანაირად ვაკეთებ, საუბრობ, ძირითადი პრობლემა სულ მიტრიალებს და კარგი გადაწყვეტილება ვნახე ჩემი აზრით. არც ესეთი რთული თქვა, ეს მარტივი იყო, რაც გავაკეთე, მაგრამ მე მართლაც ბევრი ენერგიის და დროის დახარჯვა დამჭირდა, ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეწყნარებია საზოგადოება. რომ მე არ მივდივარ არსად, რომ მე მოვდივარ. მე ვაჩვენე, რომ სხვა სფეროებშიც არა მარტო მთავრობაა საზოგადოება სხვა ნაწილებიც აქვს, მათ შედის მედიაც და ექსპერტიზაც და ანალიტიკაც და NGO-ების და კიდევ ბევრი სხვა სტრუქტურები. რომ მარტო იქ არ არის გასაკეთებელი, რომ ხელისუფლება მთავრობა საუკეთესო ნაწილია დღეს მე ესე წარმომიდგენია ჩვენი რეალობიდან, დღევანდელი რეალობიდან და ჩვენი საზოგადოებიდან, ჩვენი შესაძლებლობიდან და მე მასე გარანტიას ვიძლევი, რომ ეს ევროპული ტიპის ხელისუფლებაა დღეს, რომ იქ სადაც მოვდივარ, იქაც არის გასაკეთებელი და დასალაგებელი. რომ ესე არ შეიძლება, რომ ექსპერტი რომ ქვია, ან ზედაპირულად აკეთებ, ან შეგნებულად არ აკეთებ სწორედ, ან ვერ ახერხებ. და რასაც უნდა ჟურნალისტი თუ ექსპერტი ხშირად იმას ამბობს და ხშირად არგუმენტები არ აქვს. არა და საზოგადოება თუ გვინდა რომ სწორი მიმართულებით წავიდეს და განვითარდეს, მარტო ხელისუფლება ამისთვის საკმარისი არ არის. მთელი საზოგადოება უნდა დაირაზმოს, არჩევნებიც ამისთვისაა. და უნდა გაიგოს, რომ სწორი გზით მიდის ხელისუფლება და სწორედ უჭერს ხარს ანაკრიტიკებს სწორედ. კრიტიკასაც ფასი უნდა კონდეს.
კრიტიკას ნაციონალურმა ფასი დაუკარგეს მოვიდნენ ოპოზიციაში. ეს კრიტიკა არა, ეს არ არის ოპონირება. ოპონენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, კრიტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რამე თუ კრიტიკოსი და ოპონენტი გაჩვენებს სწორ გზას და არა სადღერძელო და მეგობარი ხშირად. მათ უნდა გაჩვენონ სწორი გზა და ამ ხრივ აქ გასაკეთებელი ძალიან ბევრია და მაესტროსთანაც მივალ და მე მოვითხოვე ეს მხოლოდ ახლობლებისგან, მხოლოდ მათგან ვინც ბრძოლობდნენ. ელისაშვილიც აქ გადის, ვინც წლების განმავლობაში სწორი სამოქალაქო პოზიცია დაიჭირა. აქ გადის მაესტროს და მაესტროს ჟურნალისტები ჩემს. მე შეგნებულად თქვი, აქ რუსთავი ორია, მე მათ არაფერს არ ვიკითხები. ეს გასაგებია, რომ აგიტაციას უკეთებს სააკაშვილის ტელევიზია, მე ჟურნალისტებს ვთქვათ, როგორ გითხრათ, მოთმინებით და გაგებით შემიძლია მოვეკიდო ყველაზე მეტი, თუმცა ობიექტურობისკენ დღესაც სურვილი გამაჩნია, რომ მეტი კონდეს და რუსთავი ორი არ დამისვავს შეკითხვას საერთოდ. არც მიხსენები, არც ერთ ჟურნალისტს მე დავასახელებ, მხოლოდ ისინი, ვისაც ვთვლი, რომ ჩემნაირად ხედავენ, ჩვენნაირად ხედავენ და ჩვენ ერთი გზა გავიარებთ. და აქ იყო მაესტროც. და ამ დროს და მათგან მოვითხოვ მეც მე გამოვყავი ვინც უფრო ახლო იყო უფრო მეტი და ჟიჟილაშვილს ეწყინა მაესტრო და გავისწავლე ნუ თქვა ცოტა ორ პირველად თქვა ორნაირი გაგებით მითხრა მან ეწყინა თუ არ ეწყინა ვერ გავიგე მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა იმის შემდგომ როდესაც გადაცემა იყო რაზეც მე მოიხსენია რომ იქ ჩანს ტექსტში ძალიან კარგად ახლა პოლიტიკური ცხოველი იქ თითქოს ამძიმებს როდესაც გეგელია იხსენებს პოლიტიკურ ცხოველია სააკაშვილი და წავიდეს პოლიტიკიდან კარგია პოლიტიკური ცხოველი არ არის ჩემზე ამბობს ნუ იქ პოლიტიკური ცხოველი პოლიტიკოსს ამძაფრებს რო ძლიერი პოლიტიკოსია ის არ არის შეურაცხყოფელი იქ ცხოველს სიტყვას თუ მოაშორებ ანალიზისთვის ძალიან კარგად იკვეთება ყველაფერი რომ ჩანს იქ კარგია რომ მიდის ივანიშვილი სააკაშვილს რაღაცები ეშელებოდა მაგრამ რაღაც ფორმებს იცავდა თუ ეს ამის სურვილი დარჩებათ მათ პირდაპირ ეთერში გამოვალ და ამ ტექსტს დავალაგებ მე ძალიან კარგად ვიცი და ვაჩვენებ რომ ეს ჩანს და მარტო ამ ეს რომ ყოფილიყო აი ერთ უგაცავა დავასრულებ მაესტროზე რომ არ დაჩეს კიდე უკმარისობის განცდა რომ მარტო ეს ყოფილიყო რა თქმა უნდა არ გამოვიყენებდი ამას პოზიცია რომ არ ჩანდეს მაესტროს რომ სურვილი აქვს კრიტიკის მხოლოდ კრიტიკის სურვილი რომ აქვს ძალიან კარგია უარგუმენტო კრიტიკა მეორე მაგალითს მოვიყვანე მე იქ თუ გახსოვთ როდესაც გირგულიანის საქმეზე იგივე გეგელია და ტრაპაიძე პროკურორი მათ ეჯდათ ეთერში ამის გარდა უამრავი გადაცემა იყო გირგულიანთან დაკავშირებით რამდენი გაკეთდა და როგორ წაიწია გამოძიებან წინ რითაც შეიძლება პროკურატურა მიამაყოს ესევე ძალიან კარგად იცოდა ჩემი აზრით სოსო ცისკარიშვილმაც როდესაც ერთ გადაცემაში დაწყენები შეიკრიბნენ ეწყინა ბატონ სოსოს ეწყინა ჟურნალისტებსაც როგორ გავბედე ის ორი შეხვედრა ამ ორი შეხვედრის შემდგომ ბატონი სოსო ამბობს თამამად აბა რა აკეთე აბა ნახეთ გირგულიანის თემა მიუხედავად იმისა რომ სტაზურმაც გამოიტანა თაროზე დევს ამ დროს აი მე მოვიყვანე კარგ მაგალითს ეკონომიკაში გამოქვეყნდა სტატია იგივე პირველ აქტიონის ინტერვიუ ამაზე გააკეთა ძირითადი აპელირება ეკონომიკაში რა ხდება ვიღაც ასტროვსკია რომელსაც ერთჯერ მე შევხვდი აშკარად ანგაჟირებულია აშკარად არის ამაზე მეც არ ვიტყვი მოხიბლული სააკაშვილით და მე მეორე შეხვედრა და მესამეზე უარი ვთხარი ეხლაც გამოვაქვეყნა ორი თუ სამი კვირის წინ სტატია და ნახეთ იქ სააკაშვილს აღარ აქებს რამე ნახა თუ აი აღარ გამოვა ხოლო ჩვენ გვაკრიტიკებს ხოლო დაჩვენებს როგორი უსუსური ხელისუფლება რა თქმა უნდა ცრუობს თან გაზეთი ეკონომისტი და ჩვენ მასზე რეაქციას ვაკეთებთ ეხლა ნახეთ იგივე მაესტრო როდესაც უარგუმენტო კრიტიკას უშვებ ესე იგი სააკაშვილს ხარს უჭერს ეს არის სერიბი არა ერთოს ეს უნდა დავასრულო უკაცრავად მე მესმის თქვენთვის უხერხულია არა მე უბრალოდ მე ერთი რამე მინდა გითხრათ რომ ტელეკომპანია მაესტრო მთელი ამ წლების განმავლობაში მათ შორის იგივე დიანა ტრაპაიძე და თეონა გეგელია რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ეს გუნდი იყო ერთადერთი შეიძლება ითქვას ამ წლების განმავლობაში ფანჯარა საიდანაც მოსახლეობა იღებდა ინფორმაციას რომელიც სხვა მედია საშუალებებში დახშული იყო ამიტომ იყო ცოტა გაუგებარი და მოულოდნელი რომ სააკაშვილის დრო მოენატრათ ეს იყო ძალიან გაუგებარი აი უყურეთ რა შეესახე რომ მეორე მაგალითი რაც მე გავიხსენე არა მარტო ერთი რომ წავიდეს ივანიშვილი კარგია რომ მიდის და სააკაშვილს რაღაც მაინც ქონდა კარგი რომ არ ყოფილიყო სხვა გადაცემები და კიდევ ერთი გადაცემა მოვიყვანე მე მაგალითად იგივე პრესკონფერენციაზე რომ რატო არ აკეთებენ გამარტივებს აქ არ უნდა ცოდნოდათ ის რა ხდებოდა გირგულიანის ირგვლივ რომ გაუშვეს კრიტიკას რომ უშვებენ უარგუმენტოს ვის უჭერენ ხარს ამით ესე იგი რა ხდება რომ რა ხდება უკაცრავათია რუსთავი ორი აბსოლუტურად დაგეგმილად მიდის აგიტაციას უკეთებს პროპაგანდას უკეთებს ნაციონალურ მოძრაობას და გვაკრიტიკებს ჩვენ ამ დროს ობიექტური ტელევიზიები ნებსი თუ უნებლიეთ იგივე ფერხულში რომ ერთვებიან ეს ძალიან ცუცურაც ხმის და ამიტომ ვითხოვ ასეთებისგან ვისაც ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია იქ რომ თავისუფლად გაატარეს ბატონო სოსომან ჩვენივრად იცოდა რომ პროკურატურა წარმატებული იყო იმ გამოძიებაში და ჩვენივრად იცოდნენ მათთან იყო ის პროკურორი
გადაცემაში და ამის გარდა უამრავი ბრიფინგი ჩაატარა პროკურატურამ. ჩვენივრად იცოდნენ მათაც რომ პროკურატურა იყო წარმატებული, პროკურატურა ნაწილია იმ ხელისუფლების, რომელიც მეთაურიც მე ვარ და გაატარეს ეს იგივეა რომ ხარი დაუჭირო. ეთერით მაინც არ შეიძლება ზოგადად უამრავი ეთერი მზადდება მაესტროს ეთერში და იქ ყველანაირი პოზიცია ისმის. საკუთარ ერთი ეთერით არ შეიძლება ვიმსჯელოთ. მეორე მაგალითი მოვიყვანე პირველის არ ვიტყოდი, მეორე რომ არ მეთქვა. და პირველი და მეორესაც არ ვიტყოდი არცეც კიდევ რომ არ იყოს ბევრი ესეთი. კი ბატონო მე ეს ვიტყვა მაინც და მესვე რომ უკაცრავად მამუკა გლონდმა რაც გამოვიდა რაც თქვა რომ ჩვენ ამისთვის ვართ მოწოდებული და ვაკრიტიკებთო და კიდევ მუქარი სახით არავის კრიტიკის არ მეშინია მე და მეთუმეტეს არც მაესტროს კრიტიკის რამე თუ მე მაქვს სუფთა წარსული და მომავალშიც ვაპირებ ესეთ ცხოვრებას და სწორი კრიტიკა არგუმენტირებული მხოლოდ სასარგებლოა ჩემთვის ეს არ მინდა მე მუქარის ტონით რომ წარმოთქვა მათი მოვალეობა აკრიტიკონ ხელისუფლება და მე ამას მივესალმები კრიტიკა ჩვენ გვეხმარება ოღონდაც არგუმენტირებული როდესაც ეს გადადის აგიტაციაში და როდესაც ნებსი თუ უნებლიეთ იმეორებენ რუსთავი ორს აგიტაციას რომელიც კვალიფიცირებულად ძალიან კარგად ამზადებს კადრებს და ყველაზე პროფესიონალი ტელევიზია და მაქსიმალური მტკიცებულებით რაც არ ყოფილა აწვდის საზოგადოებას ამ დროს ობიექტურობის პრეტენზიაზე მქონი ტელევიზიები ამ ფერხულში ოდგებიან ძიმე სურათი იდგება საზოგადოებაში და ხალხი ამას განიცდის ვეღარ გაიგო კიდევ კარგი რომ ხალხი არ არის ყრუ და მარტო მას მედიას და ექსპერტებს არ უყურებენ თორემ საშინა სურათს მივიღებდი დღეს გასაგები მოდით აი ეს მაქვს მე მაესტროსაც მიმართავ კავკასიასაც იმედსაც სხვათა შორის იმედიც მოიხსენია მე თქვენ ტელევიზიაც იქ ვახოსაც შევახსენე მე და მე მომივიდა ფურცელი აღარ დაუბრუნდი რომ მანაც არ შეახსენა სააკაშვილს თავის დროს და არ ჩაეკითხა მაგრამ ვახომ არ შეახსენა 2 წლის წინანდელი ამბავი რაც უფრო რთული იყო და მაესტრომ 2 დღის წინანდელი ამბავი არ შეახსენა ახალი ამბავი არ შეახსენეს ჟურნალისტებმა რა თქმა უნდა საწყენია ეს საწყენია რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ და მე ხმებიც გამომდის და ისედაც ვიცი რომ გეგელია ყველაზე მეტი ხარდაჭერია შენივა და დღესაც მჯერა და მე დარწმუნებული ვარ რომ მათ ეს პოზიცია აქვს მაგრამ ზოგჯერ რო გეწყინება არ ვიცი ობიექტურობა არ უნდა დაკარგო არა ეს ახლა სოსო ცისკარიშვილი ჩვენი ხარდამჭერია გეგელიას და ტრაბაიძე დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად ჩვენი კი არა თავისი მომავლის სწორედ ხედავენ გზას მე არაფერი არ მჭირდება შემსრულებლები არა მარტო პროფესიის თავის სამშობლოს პატრიოტები არიან ოჯახი უყვართ სამშობლო უყვართ ყველანი უნდა გავსწორდეთ პასუხისმგებლობის გზნობა უნდა აგვიმაღლდეს და ამის მოლოდინი მაქვს მე იმის სურვილი კი არ გამაჩნდა ან ექსპერტებს შეურაცხყოფა მივაყენო ან მედიას შტილი მივაყენო მე მაქვს იმედი და განცდა იმის და მომავალშიც გაგრძელდება ეს და ვაჩვენო რომ მივდივარ მე ყოველად არ მივდივარ მომავალში როგორ გაგრძელდება თქვენ აპირებთ აი ესეთი ფორმატით აკრიტიკოთ თუნდაც მთავრობა ბატონ ბიძინა რატომაც არა ყველა ვინც იმსახურებს ციკლაურ რო თქვა რა ყოფილას გიჟი ყოფილაო ჩემზე თქვა რომ ყველა გადაიკიდაო დიახაც მე არ მოსულარ იმისთვის რომ დევიდენდები მოიხვეჭო და რაღაც სახელი გავიკეთო ჩემი სურვილია რომ მოყარეს ეს შეუძრახე და ვისაც შეუძლია მან უნდა გააკეთოს მაესტრო შეუძლია გეგელია შეუძლია ტრაბაიძე შეუძლია და არგუმენტებით გვაკრიტიკონ ყველას ვთხოვ ოღონდაც არგუმენტებით რომ ნუ დაუკარგავთ კრიტიკას ფასს ნაციონალები კრიტიკას ფასს უკარგავენ დევალვაცია გაუკეთეს იმას ყურადღებას აღარ ვაქცენ მე პირადად ასწრე მე აღარ ვკითხულობ არა და საინტერესოა ოპონენტი რაც გეუბნება ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ ის გაჩვენებს ზუსტად შეცდომას თუ აქ გადავედით ყველანი დავიბნებით და დავიკარგებით სააკაშვილო მეტი უბედურება კი არაფერი არ მოახერხა ოპონენტები გაანადგურა ოპონენტები და გავიდა 1000 სისულელები აკეთა იმის მერე აი თავრობა როგორ უნდა აკრიტიკოთ როდესაც უკვე პოლიტიკიდან წახვალთ თქვენ აცხადებთ რომ არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლეთ გეყოლებათ არასამთავრობო ორგანიზაცია აი რას უნდა ველოდოთ თქვენგან მსგავსი სახის ფორმატებს უნდა ველოდოთ როდესაც თავრობას გააკრიტიკეთ შეიძლება ესევე დოკუმენტებით შეიარაღებული მოხვიდე გამშეხვედრა და ყველა სახის და ყველა ფორმის დიახ მაგრამ მე გავაკეთებ კრიტიკას და მე გავაკეთებ ამავდროულად მინიშნებას. მე იმის პრეტენზიაც მაქვს საკუთარ თავზე, სხვებს შეიძლება ეს არ მოვთხოვო. შეგიძლია რომ კაცმა გააფუჭა და ეუბნები რომ გააფუჭა. მაგრამ ყველაზე კარგი კრიტიკაა, რომ ის არ მოგწონს როგორ აკეთებს და აჩვენებ კიდევ გზას, რომელია უკეთესი. აი ეს არის იდეალური კრიტიკა. თუ ასეთებიც იქნება ბევრი, ეს ძალიან დაეხმარება მთელ საზოგადოებას და ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში. მე ამის პრეტენზია მაქვს და ამის სურვილი მაქვს. ყველა ნაწილს, სადაც მე ხელი მიმიწვდება, თავრობა იქნება ესა თუ მედია იქნება ყველას, მაგრამ არა იმიტომ, რომ მე რაღაცების მოპოვება, მე აღარაფერს მე ჩემი ცხოვრება ვფიქრობ, რომ ეს არის დარჩენილი და ამით ვამაყობ კიდეც, რომ ჩემს სამშობლო შემიძლია მაქსიმალურად დავეხმარო, რაც შემიძლია ენერგია დავახარჯო. და ყველა მიმართულებით რაც შემეძლება. ახლა ისიც განცდაც არ კონდეს, რომ მოდის ამ კაცს და ყველაფერი უნდა თორე გაგიჟდება ძეგლაური. არა, მე რაც შემეძლება, ჩემ წილს გავაკეთებ. ჩემ წილ გასაკეთებელს გავაკეთებ. მე ამის ვალდებულება გამაჩნია და მათ რიცხვში დავეხმარები ჟურნალისტიკასაც, დავეხმარები ექსპერტიზასაც, სადაც შემიძლია და სხვებსაც ნებისმიერ სფეროს ჩემი საზოგადოების, ჩემი სამშობლოს. ამის სურვილი გამაჩნია, ესე იქნება მთავრობაც.
კრიტიკა არ იქნება კრიტიკისთვის. არგუმენტები უნდა კონდეს და უნდა დაუსაბუთო კაცს რომ შეეშალა რა შეეშალა და თუ გზასაც აჩვენებ კიდე რომელი ჯობია ამას ეს არის იდეალური აი მაგაც დავჭები მე თავრობასთანაც კითხვა ასე ჟღერს ვინ იქნება მომავალი პრემიერი ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა და ამ კითხვაზე პასუხის მიღება სერლის საზოგადოებას ხოთ შორის ჩვენ როცა შევთანხმდით ამ ინტერვიუზე ერთ-ერთი პირობა მომეცით რომ პოლიტიკის დროში გაახმოვანებდით კანდიდატის ვინაობას შეგვისურვებთ თქვენ რომ არჩევნების შემდგომ შევხვდებოდეთ ანუ ჯერ ვერ გავიმხელთ შევხვდით უფრო ადრე მოგვიწია კი შეხვედრა ცოტა ადრე შევეცდები მეორეთად შევხვდეთ ამ ეტაპზე გუნდისთვის არ მეთქო შეიძლება მანაც კი არის ის კარგად ვინც მე მაგვსავში მე მგონი მე ბოლომდე ჩამოყალიბდი ერთ კანდიდატზეა საუბარი თუ რამდენიმეა მაინც რამდენიმეზე ფიქრობდი და მე მგონი ბოლომდე ჩამოყალიბებული ვარ მაგრამ მინიშნებით შეიძლება ეგზნობს ვიღაც ამას მაგრამ კარგად თვითონაც არის ის და ეხლა ეთერით გაიგოს უხერხული იქნება ჯერ მან უნდა გაიგოს და დათანხმდეს მოულოდნელობა იქნება მისთვის დამერწმუნეთ თვითონი ეთერით და ეთერით უნდა მე უნდა აუცილებლად გუნდს გავაცნეს შეუთანხმო მე არ მაქვს ის დამოკიდებულება რაც მედიაშიც გამოვიდა რომ სუფაშვილ ჩაებითხრენ რომ დიახ თუ ზუსტად ეს დამოკიდებულება ან თქვენ პოლიციას მე არ გამოურიცხავ რომ საბჭოზევე გამისწორონ ეს და მითხრა რომ ეს კი არა ესაჯობებს მე ამას არ გამოურიცხავ ანუ თქვენ გაქვთ იმის მოლოდინი და განცდა შეიძლება ესე თეორიულ შანსს უშვებთ რომ შეიძლება თქვენ მიერ წარდგენილ კანდიდატს თეორიულზე მეტ შანსს უწევ თეორიული შანსი არის მეორე ტურის ალბათობის პრაქტიკული არა მეორე ტურის აქ უფრო მეტი ალბათობა იმის რომ საბჭოზეც კოალიციის და თვითონ უმრავლესობაშიც შესაძლებელია სხვა კანდიდატურა წამოიცეს და დამარწმუნონ რომ ის ჯობია მე თუ უკეთეს მაჩვენებენ არასდროს თავს არავის არ ვახვრევ ჩემს იდეას ამ შემთხვევაში არჩევანი დიდი არაა და ამიტომ ალბათობა არ არის ძალიან დიდი სხვა შემთხვევაში მაჟორიტარები იყო თუ სხვა დანიშნულები იყო ძალიან უამრავი შემთხვევა იყო რომ მე ერთს ვასახელებდი მეორეს მისაბუთებდნენ და მეორე გადის. არ იფიქროთ რომ ეგ დიქტატურა მაქვს და მარტო ჩემი აზრები გადის და ჩემი იდეები არის ეს იქნება განვლილი. ადამიანის შეთავაზებული რო იქნება ეს არ იქნება მთავარი. ესეც რა თქმა უნდა, ესეც და ჩემს მიერ შეთავაზებული რა თქმა უნდა მე გძნობ პატივისცემას ჩემი გუნდის წევრებიდან. გძნობ ავტორიტეტს ჩემსას, მაგრამ არასდროს ბოროტად არ ვიყენებ ამის თქმა მინდა რომ არასდროს თავს არ ვახვევ ავტორიტეტით. ავტორიტეტი არ იქნება განსაზღვრელი. განსაზღვრელი იქნება ის არგუმენტები, რასაც მე მოვიყვან. მხოლოდ არგუმენტები იქნება განსაზღვრელი და ამ შემთხვევაში ავტორიტეტს მე ყოველთვის გვერდზე გადავდებ. ნებისმიერი საღი აზრი, ჩემზე დაბალი ავტორიტეტის ვინც იქნება, თუ გნებავთ საბჭოში ყველაზე დაბალის და ის ითქვის უკეთეს, რა თქმა უნდა, ის გავა და ისავა. მაგრამ რამდენადაც არჩევანი დიდი არ არის ამ შემთხვევაშიც. ალბათობა ისეთი არ არის თეორიულს ვერ დავარქვი, მაგრამ ძალიან დაბალია რომ უარი მითხრან. ეხლა ყველა იცნობს იმას, მე ხო თვარიდან პიროვნებას ვერ მოვიყვან და არიციან რომელია, მაგრამ ყველას აქვს წარმოდგენა და ყველა იცნობს. კაბინეტიდან არის ბატონო. არა, ეს აღარ ნუღა დავაახლევთ. ამას ნუღა დავაახლევთ. კითხავთ, ასე დავსვამ ეს კითხვას, იქნება ესე მაინც გავიგოთ თქვენი პოლიტიკური სიმპათია მაინც ვისკენ იხება. როგორი უნდა იყოს თქვენი წარმოდგენით საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი? პირველ რიგში ჩემთვის, რაც გიორგის შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მარგველაშვილის მკაფსხედულობაში. უნდა იყოს აუცილებლად პატიოსანი, წესიერი კაცი უნდა იყოს. პოლიტიკა ეს უკაცრავად ესეთ სიტყვას ვეხმარო, აი ნამის გარყვნილი პოლიტიკა მოგვაფრიეს თავს და იქ კაცობაზე, ადამიანობაზე და სინდისსა და პატიოსნებაზე და სიტყვაზე უკვე საუბარი ზედმეტი კი იყო, სიცრუეზე იყო დაფუძნებული მთელი პოლიტიკა. ამის საპირისპიროდ და დასაბალანსებლად საზოგადოების რომ საზოგადოება დაიბრუნოს ხელისუფლების და პოლიტიკოსების ნდობა დაუბრუნდეს შესატყვისი, ჩემთვის გამსაზღვრელი და ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებ წესიერებას, რომ პრინციპული წესიერი კაცი უნდა იყოს აბსოლუტურად. მას უნდა იცოდეს მენეჯმენტი, ეს ორი თვისება მინიმუმი უნდა კონდეს. და დანარჩენი სხვა თვისებები უკვე საზოგადოებაში შეაფასებს და საბჭოში შეაფასებს. ეს ორი აუცილებელია და ეს ორი პრინციპი ეს ორი აუცილებელი იყო და კანდიდატებს რომელსაც განვიხილავდი მე სხვებსაც ეს ორი კონდათ ყველას. მას კიდევ სხვა რაღაც დამატებითი აქვს შეიძლება ახლა ის გამოვკვეთე და ამას საბჭოზე გადავამოწმებ. დიდი ალბათობით გავა ჩემი კანდიდატურა თუ უკეთეს და სხვას დამისაბუთებენ, მასზე მიმჯილებს აქ ახლა თქმული არ იქნება. კი ბატონო, მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ პოლიტიკის დროს გავუმხელთ, არ ვიცი ეს როდის და როგორ მოხერხდება, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ექსკლუზიურად ჩვენთვის იქნება პირველი ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია. კი ბატონო, პრესაც ჩვენ შიდა ინფორმაციებს გარეთ არ გამოგვაქვს ისე. ჯერ შიგნით ვჯელობთ და იმის შემდგომ გარეთ ვაცნობთ. კი ბატონო, მეორე საკითხი, თქვენ ბოლო შეხვედრაზე განაცხადეთ მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით, რომ ძირითადად მთელი გუნდი შენარჩუნდება, შეიძლება ერთ მინისტრთან იყოს თეორიულად ესეც თეორიულად არ გამოურიცხავ. არ გაგვიმხელთ? არა მყავს ესეთი, რომ ვინმე ანგარიში იყოს, რომ გინდა თუ არა. თქვათ ჩვენ მყავს კარგი მინისტრები და ძალიან კარგი მინისტრები. აი კარგი მინისტრებიდან ვინც არის რამდენიმე მინისტრი, რომელსაც ოდნავ უჭირს თქვათ, მაგრამ აბსოლუტურად კარგი მინისტრები არიან.
თეორიულად არ გამოვრიცხავ. თორე ისე არავის არ მაქვს გამოკვეთილი პრეტენზია არც ერთ მინისტრს არ აქვს. მაშინ ბატონ ბიძინა თქვენ რამდენჯერმე განაცხადეთ რომ გყავთ მთავრობაში კარგი და ძალიან კარგი მინისტრები. მოდით მაშინ ეხლა აი ამის კლასიფიკაცია მოვახდინოთ. ვინ არიან ძალიან კარგი და ვინ არის კარგი მინისტრი? აი როცა ვარ ხელისუფლებიდან მაშინ ვიტყვი ამას. და თქვენთან ვიტყვი ამასაც. კარგი. დავახარისხებ პირდაპირ. ვის ფიქრობდი რომ იყო ძალიან კარგი და ვის ფიქრობდი რომ იყო კარგი. ეხლა უხერხულია თავის თეორია რომ ენთუზიაზმი არ დაუკარგო. კი ბატონო. კარგები მინდა რომ ძალიან კარგებში გადავიყვარო და ამის პოზიცია მათ გააჩნიათ და ძალიან ბევრი შრომა გამიმართულებით და არ მინდა რომ წინასწარ იმედ გაცრუება. კარგი, მაშინ მთავრობაზე კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ, რომელი უწყებაში განხორციელებული რეფორმით ხართ ყველაზე მეტად კმაყოფილი? მე მგონი რომ ყველაზე რთულად მიდის ჯანდაცვაში. ყველაზე რთული რეფორმა და ყველაზე ხარისხიანად ამხრივ. შესაძლოა აი რეალობა ახლა ხალხს მეც კი ვერ წარმომედგინა. მე ვიცი რომ დაანგრიეს ეს სისტემა მთლიანად. ძველი სავატყოფობები შეაჩერეს. სახლები ააშენეს უხარისხოდ, ძალიან ბევრი. და რაც აშენებს და რასაც ხარისხი აქვს, იქ კიდევ უამრავი პრობლემები დაგვრჩა, რომ იმ სადაზღვევო კომპანიებსა და სხვა კომპანიებს, რომლებსაც ამათ ძალით პლანის აშენებდნენ ზოგიერთს და ზოგიერთს კიდევ რა მეთოდებით, მათ აქვს ვალები, კრედიტები. ამ კრედიტების დაფარვა უჭირს, მომსახურება უჭირს. ჩვენ ამ დროს პოლიცებში ფულს ვიხდით. პოლიცებში გადახდილი ფულით მათ ხარისხიანად უნდა მოემსახურონ, ისინი ხელფასებს ვერ უხდიან ზარიახს შემთხვევაში პერსონალს. და ძალიან გაჭირებული მდგომარეობაში ვართ მე და სერგი კომერტი თქო მარბონანებულ ბაღში გავატარეთ იმდენს დავდიოდით რომ დაგველაგებინეს და მოიფიქრეთ რაღაცები და ვალაგებთ. ძალიან ყველაზე მეტი გადალაგება ხდება მანდ. აი გადალაგება ყველაზე მეტი რაც არ ჩანს გარეთ. და პარალელურად ამ დროს უმჯობესდება ჯანდაცვის მომსახურება, როგორც თქვენ ხედავთ და ამჩნევს მოსახლეობაც. თანხებიც ყველაზე მეტი სოციალიზმის ბიუჯეტიდან აქ მიმართა დამატებით რაც ჩვენ გადავახალისეთ თანხები ჯანდაცვაზე და აბსოლუტურად შეგნებულად იხოცება ხალხი, ცირდება მოსახლეობა. დემოგრაფიული საშინ კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობაა საქართველოში დღეს. ეს შემთხვევითი არა. მე ტელევიზიით პირველად ვიტყვი, რამდენიმე შეკრებაზე ვთქვი ბოლო დღების განმავლობაში, რომ საზღვარგარეთ არის წასული ჩვენი გუნდის ოზარ სუბარიც. მისი ინიციატივა იყო რომ ცეჰეპატიტისის გვენკურნალა საპატიმროებში მთელ საზოგადოებას შეგვიძლია დღეს უამრავი იდანჯება ცეჰეპატიტით. ძალიან ძვირად სამკურნალო პრეპარატია და ძალიან იაფად კარგად იმუშავა გუნდმა. მოახერხეთ შეძენა ჩვენ მოველაპარაკეთ კომპანიას ამის გამოშვებს. დიდი ხანია მით ეს მოლაპარაკებები. ცეჰეპატიტიც კი შეიძლება უახლოეს დროში უფასო იყოს მკურნალობა. ეს ევროპაშიც არა, არსად არ არის ეს მსგავსი. უფასო შეიძლება ეს არის ძალიან ძვირად ღირებული მკურნალობა. აი ამ დონემდე მივედით. აი ეს მოხდა ძალიან სკრუპულოზური, ძალიან აი დღე და ღამით მუშაობით. სერგიენკოს და სხვა სტრუქტურების, სოზარ სუბარიც ვერც მუშაობდა და სხვა სტრუქტურების. აი ესეთ შედეგით შეიძლება მივიღოთ, რომ უახლოეს დროში ჩვენ ცეჰეპატიტი უფასო მკურნალობად შევიტანოთ. მათ რიცხვში ძალიან ბევრი მძიმე ოპერაციაც უფასოა, თქვენ კარგად მოგესწრებით. დიახ, ანუ ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები და რეფორმით თქვენ ამ ეტაპზე კმაყოფილი ხართ. ბევრი. აი ყველა რომელი სამინისტროც არ უნდა აიღოთ, აი რომელიც გინდა ჩამეკითხეთ, ყველაზე პატარა სამინისტროც კი იქაც პრინციპულად ხარისხობრივი გადალაგება. აი მოდით მაშინ ერთ სამინისტროზე გკითხავთ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს თქვენ რამდენჯერმე მოგიწიათ ირაკლი ალასანიასთვის გარკვეული შენიშვნის მიცემა. თავდაცვის მინისტრის მუშაობის თუ ხართ კმაყოფილი? ირაკლი ალასანიას კარგი მინისტრი. ირაკლი ალასანიას აქვს კარგი გამოცდილება პოლიტიკური, შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია ჩვენს გუნდში. დიახ. მე მასთან ძალიან ბევრ დროს ვატარებ და ძალიან მინდა რომ რაც არ მომწონს ის მოიხსნას. რაღაც ახლა იდეალური არავინ არ არის. ყველაზე მეტ დროს მე ბერასთან ვატარებდი პრინციპში და ჩემ შვილებთან და ასევე ვარ ჩემთვის მინისტრები და ძალიან ბევრს სადაც შემიძლია ვეხმარები და უსწორებ. ალასანიას აქვს ძალიან ბევრი გამოცდილება, დიდი გამოცდილება, აქვს ბევრი კარგი თვისება, მაგრამ საჯაროდ არა. მე მაქვს შეკითხვებიც და მაქვს ის რაც არ მომწონს და ამაზე მუშაობთ, მაგრამ არ არის სწორი ესეთი დაპირისპირება, რომ მეკითხებიან, აი რატომ მარგველაშვილი და არა ალასანია? ესე არაა. არ მე არ კითხავ. არა, ალასანიას თავისთვის ებები აქვს. კმაყოფილი ხართ. ანუ თავდაცვის სამინისტროში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებულად მუშაობს თავდაცვის სამინისტროც. დიახ. ახლა ეს ბოლო პრესკონფერენციაზე ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ეს შეკითხვები, ის გრიპის აიდუმლოსთან ეს დავსვეს კითხვები და მეც მაქვს დღესაც ვარ ყველა ამას. ალასანიამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, რომ გარკვეულწილად საბოტაჟიც კი იყოს ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები. ვერც მოხნას რომ ესე იყოს, ახლა კითხვა დასვეს და ჩემი რეაქციაც ნახეთ და იმის შემდგომაც მე ალასანიასთან მქონდა შეხვედრა და შეკითხვაც და ვაგრძელებთ ჩვენ და ამას ყველაფერს დავალაგებთ. ეს ნორმალურია, კარგი პროცესია, რომ ამ დონის შეკითხვებია და არა ის, რომ თავდაცვის სამინისტროდან მომრავი ფული, აი რაც რამდენიმე საქმე თვითონ ალასანია მოიტანა და გადავეცით პროკურატურაში. როგორ იყიდეს 10 მაგფასში დაჟანგული ავტომატები.
და იქ ათეულობით მილიონია გადახდილი ამაში, გადასაყრელი ავტომატები, როგორ იყიდეს და როგორ გააკეთეს პირდაპირ ფული და არა მარტო ესეც პროკურატურაში გამოძიება. ამის მსგავსი კითხვები დღეს არ არსებობს არც ჩემი მხრიდან, არც მოსახლეობის მხრიდან. მაგრამ იდეალური არავინ არაა. შეიძლება მეც მეშლებოდეს, ვისაც უსწორებ და მეც არა ვარ, რა თქმა უნდა, იდეალური. რაღაცები არ მომწონს, უსწორებ ხმარები, ხარში უდგევარ, ბევრი შეხვედრები გვაქვს და ესე გავაგრძელებ. კიდევ ერთ კანდიდატზე მოგვიწევს საუბარი. მართალია ჯერ წინ საპრეზიდენტო არჩევნები გვაქვს, მაგრამ ძალიან მალე ახლოვდება შემდეგ უკვე თვითმმართველობის არჩევნები, ქალაქს უნდა ყავდეს ახალი ქალაქის მერი. თქვენ ამ დროისთვის აღარ იქნებით უკვე. კი, ამ დროისთვის თქვენ უკვე აღარ იქნებით პრემიერ-მინისტრი, ამიტომ მე თამამად შემიძლია გკითხოთ, ყავთ თუ არა შერჩეული, ან ვინ წარმოგიდგენიათ ქალაქის მერად? ამას პრემიერის შემდეგ ვიტყვი. აი როგორ დავასახელებ პრემიერს, მე მაქვს ჩემი წარმოდგენა და მე მგონი რომ ძალიან ღირსეული კანდიდატი. აქაც შერჩეული ყავთ კანდიდატი. მე მაქვს თავში და ამაზე მით უმეტეს წარმოდგენა აქვს არც იმ კანდიდატს და არც გუნდსაც. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ძალიან ღირსეული კანდიდატი მყავს და მაქვს ხედველობაში მე თვითონ რა თქმა უნდა. მაშინ როგორი უნდა იყოს ქალაქის მერი? მაშინ ესე გკითხავთ. აქაც რა უნდა იყოს? მეურნე როგორ არის მეურნე? რუსულად ხაზაესტვენიკი უფრო ისეთია რა ქვია. მეურნე უნდა იყოს პირველ რიგში. აი მკეთებელი საქმეს უნდა იყოს და უნდა ასეთი კარგი მენეჯერი უნდა იყოს. თქვათ ისთვის რაც მე თქვი პრეზიდენტზე და თქვი პრემიერზე, რომ პირველ რიგში პატიოსანი და ძალიან წინ წამოუწია, მერიც ესეთი უნდა იყოს, მაგრამ ეს უკვე ამდენად პრინციპული აღარ არის. რამე თუ ცენტრალური სტრუქტურები კარგად მუშაობს და ეს მოხდება საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის კონტროლი მოხერხდება უკვე და ეს იმდენად პრინციპული აღარ იქნება. წინა პლანზე წამოვართ მთლიანად პროფესიონალიზმი. რამდენად პროფესიონალი მეურნე კაცი იქნება ის და ესეთი მერი უნდა ყავდეს ქალაქს და არა რომ ყველა პოლიტიკოსობას იჩივებს და ერთმანეთის ჯაჭვურში არიან უკაცრავად. გასაგები, ანუ თქვენ პრემიერობის შემდეგ დაასახელებთ თქვენს შემიძლია უახლოეს დროში პრემიერობის შემდეგ წასვლამდე შემიძლია დავასახელო ქალაქის მერი ჩემი არჩევანი. და შეიძლება საბჭოზეც მოვახერხო შეთანხმება უკვე. არ ვიცი, მე მგონი ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწევს შეხვედრა ესეთი ინფორმაციის მისაღებად. გიგი ულავა ღიად აცხადებს, რომ ის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. სხვათა შორის არც ის არის გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილმაც მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში. ეს სიურპრიზია ჩემთვის. სიურპრიზია. თქვენ სახედავთ მის პოლიტიკურ მომავალს. ის აცხადებს, რომ არ მიდის პოლიტიკიდან. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური მომავალი საქართველოში არ აქვს არც უგულავას და არც სააკაშვილს, ჩემი აზრით. მათ ძალიან ბევრი გააფუჭეს უკვე, ძალიან ბევრი კითხვები არსებობს საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ და სხვა ნაციონალური მოძრაობის წევრებსაც ძალიან გაუჭირდებათ, რომ პოლიტიკური კარიერა გაიკეთონ საქართველოში. არ არის საქართველოს ხალხი ესეთი ყრუ და ბნელი, როგორც ისინი ფიქრობენ საკუთარი ქცევიდან გამომდინარე, როგორც დღემდე ცდილობენ სიცრუის ტირაჟირებას. ჩემი აზრით, მათ არავითარი პოლიტიკური მომავალი აღარ აქვთ. ჩემი აზრით, სააკაშვილს არავითარი პოლიტიკური პოტენცია აღარ გააჩნია, თუმცა ამასაც ნუ მიიღებენ ვანადგურებს და ვიღაცას მე ვანადგურებ, ეს ჩემი აზრია. მე მას შევთავაზე პირველსავე შეხვედრაზე, როდესაც პოლიტიკაში მოვედი, თუ გასულს დიდ გაშუქდა, როდესაც მივედი სასახლეში პრეზიდენტის. და ისიც უთხარი, რომ მე მგონი ნათქვამი მაქვს, თუ არ მაქვს ნათქვამი, სიახლე იქნება საზოგადოებისთვის, რომ გარდა იმისა, რომ მე იქ ცოტა გაბრაზებული ვიყავი და თქვათ, უკაცრად რაღაცები შევეკითხე, ისიც შევახსენე, რომ მე მასთვის უამრავი კარგი რჩევები მაქვს მიცეული. რადგან ის დამეთანხმა და გამოფხიზლდა მაშინ პირველად და ახლა მოგცემ მეთქი საუკეთესო რჩევას, რაც მომიცია და ამაზე ძალიან გამოფხიზლდა. და რა იყო ეს რჩევა? კარგი იქნება თუ გადადგები მეთქი, გამოხვალ ბოდიშს მოვხდი საზოგადოებას და გადადგები, ასეთ შემთხვევაში მე ვუთხარი სააკაშვილს, შენ პოლიტიკური პერსპექტივა დარჩება კიდევ საქართველოში. რამე თუ ქართველი ხალხი ძალიან შემდობი და დამდობია, შენ თუ სორნაბის გააკეთებ. ამის ვაჟკაცობა მაგას რა თქმა უნდა არ იყო და სხვა ამის მიწოლაც არ შეიძლებოდა და არაფერი არ გამიკეთებია მსგავსი. შემდგომ შეხვედრებში მუდამ თხოვდი რომ ისე მოიქეცი რომ ეს შევძლო შენი დახმარება, რომ როგორ მე აგრესია ჩაცხეს ხალხში და ნუ გაცრუობ და ნუ გონია რომ ეს ხალხი ესეთი სულელია, ყველაფერს ხედავენ და ყველაფერს აფასებენ. ნუ დანარჩენი ჩემი აზრით როგორც ჩადის ის ბოლომდე და როგორც მოდის დღესაც და რა განცხადებებსაც აკეთებს, კონტროლს აღარ უწევს საკუთარ სიტყვებს საერთოდ, რა თქმა უნდა, საქართველოში მას ვერ ექნება ჩემი გადმოსახედიდან. მე არაფერს პოლიტიკურ დევნაზე მეკითხებიან ხშირად უცხოელები. პოლიტიკური დევნა რომ განმახორციელები, ამდენს დაჭერილი იქნებოდა. სისხლის სამართლებრივი არავითარი პოლიტიკური დევნა არ იქნება, არავითარი, მხოლოდ სასამართლო. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თუ უნდა დაეკისროს თქვენი გადმოსახედიდან მიხეილ სააკაშვილს. მე ახლა ძალიან ვფრთხილობ, როდესაც ოპოზიციაში ვიყავ, დღეს თავრობის მეთაური ვარ და ძალიან ვფრთხილობ, რომ რამე მკვეთრი განცხადება არ გავაკეთო. და ძალიან ზოგადი განცხადებებით შემოვიფარგლები. რა თქმა უნდა, კითხვები მის მიმართ არსებობს. და რა თქმა უნდა, ახლა რომ თქვა, რომ ეს არ არსებობს და ამის ალბათობა არ არის,
სიცრუე იქნებოდა და ვერავინ ვერ გაიგებდა თუ პრემიერ-მინისტრი ციხეშია, თუ თავდაცვის მინისტრი ციხეშია, შინაგან საქმეთა მინისტრი თუ მეორე თავდაცვის მინისტრი საფრანგეთში დაიჭირეს და აკავეს, გენერალური პროკურორი დევნაშია და კიდევ სხვა ჩინოვნიკები დევნაშია და მათზე ამდენი კითხვები არსებობს საზოგადოებაში და ქალაქის მერი იცით რომ სამი საქმეა პროკურატურიდან და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს. მე უცხოელებს ვასახობ ესე, ხო თქვენთვის ეს არ არის უცნაური, მაგრამ მაგაც გამოვიყენებ, რომ აი სულ ადარებენ უკრაინის პრემიერს. მეუბნები, ბოდიში მოიხადეთ. რა ხდება? როგორ იტალიის პრეზიდენტი ეხლა მიუსაჯეს. გერმანიის პრეზიდენტი გადადგა 300 თუ 900 ევროს გულისთვის. იმ ხელ ამბავი აწიეს გერმანელებმა და მეგონი სასამართლო პროცესი კიდევ არ დასრულებულა, კარგად არ ვიცი, არ ვადევნებ თვალს. სარკოზი წავიდა თუ არა პრეზიდენტობიდან, მეორე დრო იბარებდნენ და არც ახლა ისიც არ ვიცი საფრანგეთში როგორ ვითარდება ეს პროცესები. რატომ მაინც უკრაინაზე ავლენებ პარალელს და თანაც უკრაინაში ამ დონის დაჯერებები არ მოხდა, რაც საქართველოში მოხდა, ამას პასუხობ უცხოელებს. აქ სიტუაცია ესეთი იყო, მძიმე სიტუაცია იყო. შესაბამისად, რატო უკრაინა უნდა მაინც პარალელი გაავლონ რა იტალია რითაა ცუდი? თუ იქ მოხერხდა, რატომ არ უნდა მოხერხდეს აქ და რა ვერ უნდა მოახერხოთ? ჩვენ კითხვები დაუსვათ. თუ გინდ პრეზიდენტს, თუ გინდ პრემიერს, თუ გინდ ნებისმიერ პიროვნებას. ანუ არ გამორიცხავთ თქვენ რომ შეიძლება სისხლისამართლებრივი დევნა განხორციელდეს. მე ამ შემთხვევაში როგორც პრემიერს ისე არ გეკითხებით, როგორც მოქალაქეები რა თქმა უნდა არ გამორიცხავ. ზურაბჟანიას საქმე შეიძლება გახდეს ამ დევნის რა თქმა უნდა ესე შეიძლება გახდეს და კიდევ ბევრი უამრავი საქმე შეიძლება გახდეს. კიდევ ბევრი უამრავი საქმე შეიძლება. ჟვანიას საქმე იმიტომ გკითხეთ, რომ ბოლო დღეებში ძალიან აქტუალურია ეს საკითხი. თავად პრეზიდენტიც გამოეხმაურა, თქვენ ალბათ საქმის კურსში ხართ, თვითონ განაცხადა ამასთან. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არის მაგალითი, აღარ ვკითხულობ პრეზიდენტის ნათქვამებს. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჟვანიას საქმე შეიძლება იყოს მაინც საფუძველი, რადგან მაინც ამ საქმეზე ვსაუბრობთ. უამრავი საქმე შეიძლება იყოს თი. საქართველოს 26 მაისს ხალხია დაკარგული, უამრავი ხალხი დაიხოცა. და ამას გამოძიება მიმდინარეობს, იქ და გრძელდება ეს პროცესები. რა არ იცოდა რა ხდებოდა 26 მაისს და მაგას მონაწილეობა არა აქვს. თქვენ ესე გონიათ, რომ პრეზიდენტმა ეს არ იცოდა 26 მაისს და იქ არავითარი მონაწილეობა არ მოუღია? ჩვენ მიმდინარეობს გამოძიება, მე დასკვნები არ მინდა გავაკეთო, მაგრამ კითხვები მაქვს. კითხვები მაქვს. მას უამრავი კითხვები ექნება, უამრავ პროცესებზე, უამრავი კითხვები. არ იცოდა ის, რაც ბოკერიაზე ვსაუბრობ, რომ 16 მილიონს ლობისტებზე რომ ხარჯავდა და ნაღდი ფულით რიგდებოდა ეს 300-400,000 დოლარი. არ იცოდა? არ იცოდა ის, რაც ნაწილობრივ გამოქვეყნდნენ პირადი ხარჯების და ესე შემდგომ. უამრავია ეს, მაგრამ ჩემი სურვილი კიდევ მიმეორებ. მე როგორც ჩემი ქვეყნის შვილს და ამას გულწრფელად გეუბნებით. არავითარი სურვილი არ გამაჩნია იმისა, რომ ჩემი პრეზიდენტი რაც დაიკითხოს, ან მით უმეტეს ციხეში მოხდეს. ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი. სააკაშვილი ცალკე მოვლენაა ის პიროვნება. ეს არ არის კარგი ქვეყნის იმიჯისთვის. ისევე, როდესაც მე ვამბობ, ხშირად ვაღიზიანებ მოსახლეობას და იქნებ ეხლა წარმოეწონოს ძალიან ბევრს. რაც სწრაფად ჩავასრულებთ ჩვენ პროცესებს იმისას, რომ მოხდა დაადანაშაულეს, მოხდა აგრესია, მოხდა ძალადობა ქართულ ხალხზე და ვიცით, რომ სამართლებრივი განცდა უნდა აღზევდეს ეს ვალდებულება ჩვენ გვაქვს და გრძელდება პროცესები, ჩემი სურვილია რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. სწრაფად დასრულდეს ეს გამყოფი ხაზი. დღეს გამყოფი ხაზი, რომ ნაციონალურ მოძრაობას მოიხსენებენ ესეთ კონტექსტებში. ეს არ არის ჩემი სურვილი, ეს არ უნდა იყოს არც თქვენი სურვილი, ეს არ არის ქვეყნის სურვილი. ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან ჩვენი მოქალაქეები და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავუყოთ კარები, ღია, გული, მათ რომ თავისუფლად იცხოვრონ და თავისუფლად წევრები იყვნენ და ეს არ იყოს რაღაც დამღის მსგავსი, რასაც ცდილობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი დღეს. ეს არ არის ჩემი სურვილი. მით უმეტეს არ არის ჩემი სურვილი, რაც შეიძლება ბევრი დავიჭიროთ. და მით უმეტეს და პრეზიდენტს მიეცეს სისხლისამართლის პასუხისმგებლობაში. ეს არ არის ჩემი სურვილი. მაგრამ აქ არის საზოგადოება, აქ არიან სტრუქტურები, პროკურატურა, სასამართლო, რომელშიც მე არ ვერევი და არც ჩავერევი მომავალში. და მით უმეტეს მე პოლიტიკიდან მივიდივარ და მე ამ პროცესებში მონაწილეობას ვერ მივიღებ. თუ იქნებოდი მთავრობაში, მაშინაც არ მივიღებდი. კითხვები არსებობს, მაგრამ სურვილი ჩემი როგორც მოქალაქის არ გახლავთ ეს. რომელიც შეიძლება მეტი დაისაჯოს და მით უმეტეს პრეზიდენტი დაისაჯოს. ეს არ არის ჩემი სურვილი. ჩვენ მთავრობის მუშაობა შევაფასეთ, მე მინდა კითხოთ ახლა რამდენად კმაყოფილი ხართ საპარლამენტო უმრავლესობის მუშაობით. მე ვფიქრობ, რომ იქაც შეძლებს და გვარად. მე ნაკლებს მონაწილეობ, უსფაშვილია სპიკერი, როგორც ისიც პარლამენტის, თუმცა პრინციპულ საკითხებში მე საკმაოდ აქტიურობ და კარგად ვიცი პრინციპებში ვის რა შეუძლია. ჩვენ იცით არჩევნები როგორ ჩავატარეთ. ჩვენ სახელოვანი, ღირსეული, ძირითადად ცნობილი ხალხი გამოიყვანეთ წინაპლანზე და არა ის, რომ საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ მათ. და რა თქმა უნდა, საპარლამენტო მუშაობაში ძალიან ბევრი ეფექტური ვერაა. ჩემზე განაცხადე ზოგიერთი რო ვთქვი, რომ მსახიობი ძალიან მიყვარს, მე სოსო ძალიან მიყვარს და კიდევ მსახიობები არიან ყველანაირად და რეჟისორის და სოლის ყველანი ძალიან მიყვარს, მაგრამ საპარლამენტო მუშაობას თავის გამოცდილება უნდა და ვთქვი, სოსო ჯაჭვიანის და სხვაებიც ვთქვი მაქსიმალურად, ამას სწავლა უნდა, ცოდნა უნდა
და როგორც ახერხებენ დღეს, მომავალში კიდევ უფრო ეფექტურები იქნებიან. იქ უფრო რთულია, რამე თუ უფრო ბევრი არიან ისინი. თავრობა მეორე ეტაპზე ავირჩიეთ, უკვე იმ გუნდიდან ავირჩიეთ ძალიანად უფრო მეტი არჩევნის საშუალება იყო. ამის დროის ნაკლებობა იგრძნობოდა, მაგრამ საერთო ჯამში მე ვფიქრობ, რომ წარმატებული გუნდია. არ გამორიცხავთ, რომ თქვენი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, აი მაგალითად დავით უსუფაშვილმა ქართული ოცნება და კოალიცია ლაშქარს შეადარა, რომელმაც ბრძოლა მოიგო და ეხლა უკვე შენების პროცესია და ამ შენების პროცესში შეიძლება ყველა ისე ვერ გრძნობს თავს, როგორც მაგალითად ბრძოლის დროს. თქვენ თუ გამორიცხავთ იმას, რომ თქვენი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ შეიძლება კოალიციიდან ვინმე გავიდეს. საშუალო კარგი შედარება გააკეთა უსუფაშვილმა და მეც შეუერთებოდი მას და დღესაც საერთოდ რაც დავდივარ გიორგისთან ერთად მიტინგებზე, იქაც სულ ვახსენებ, რომ ჩვენ მაშინ ლაშქარს გავდით ზუსტადაც, რომ ბრძოლობდით, დღეს მხოლოდ გონებით და იმ დონის ხალხი აღარ მოდის და საჭიროებაც არაა ჩვენ ქუჩებში ადრეს დახით ამდენი რაღაც. რა თქმა უნდა, სხვა განცდა იყო, სხვა მუხტი იყო და ეხლა მიდის პროცესი ხანგრძლივი. მაშინ ჩვენ მოვედით, მობილიზაცია გავაკეთეთ, გავიმარჯვეთ და მადლიერებით ვიხსენებთ მე ყველა ჩემს გუნდის წევრსაც და საზოგადოებასაც, რომელმაც მაქსიმალურად ხარი დაგვიჭირა და კარგი მზაობა ჩვენა. ეხლა მიდის პროცესი აღშენებლობის. ეს 20 წლიანი პროცესიც, მაგრამ არ იქნება მდოე. ეხლა რთულია პირველი 2 წელიწადი. მე შემთხვევით არ ვამბობ, რომ პირველი წელიწადი არც არ ვახსენებდი მე რომ რაღაც მოხდება ეკონომიკაში, სულ ვამბობდი რომ მეორე იქნება საგრძნობი, მესამე იქნება კარგი. აი იქედან პროცესები გახდება უფრო საინტერესო. როდესაც ნახავ რომ შენებლობის პროცესი დაიწყო და ნახევ რომ ფუნდამენტიდან ამოხვედი და მიდის პროცესები ეს 20 წელიწადი იქნება ძალიან საინტერესო და მე ძალიან დიდი ზღუნებულობა მაქვს და ძალიან დიდი იმედი რომ ჩვენ ავაშენებთ ძალიან მაგარ ქვეყანას და ვაჩვენებთ რომ ქართველები ვართ მაგარი ხალხი და საქართველოშიც არის ყველა მოქალაქე არის ძალიან მაგარი და კოალიციიდან გასვლაზე კოალიციიდან გასვლას რაც შეეხება მე არ მგონია რომ ეს მოხდება. მე არ მგონია რომ ეს მოხდება საპარლამენტო არჩევნებამდე. მე არ გამოვიცხავ რა თქმა უნდა, იქ გოგა დავითაშვილმა მოახერხა თქვა და გავიდა და მე არ გამოვიცხავ თქვა ერთი-ორი შემთხვევა კიდევ იყოს ესეთი. გაქვთ ვინმეზე კონკრეტულად? არა, მე არ ვიტყოდი არავის, არ ვიტყოდი, თუმცა არაფერს არ გამოვიცხავ და ამით არაფერი არ მოხდება ცუდი. კოალიცია არ დაიშლება, რაც თავარია. თუ ვინმე გავა კოალიციიდან, მე არ მგონია რომ ბევრს მოიგებს. მე მგონი საკუთარ პიროვნებას დააზარალებს, ჩემი გადმოსახედიდან, თუმცა ყველას თავისი გადმოსახედი აქვს. დიახ. და საერთო ჯამში კოალიცია, ჩემი აზრით, ამ მოხდით მივა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომელიც ივნისში ჩატარდება, როგორც მე ვიცი. და იმის შემდგომ 2 წლიანი პერიოდი დგება, რომელიც პარტიულ შექმნას მოხმარდება, ახალი პარტიაც უფრო გაძლიერდება ალბათ, იქ ახალი ხელმძღვანელობა ეყოლება და მან ვერ მოასწრო კარგად ჩამოყალიბება. რამე თუ კოალიციაზე მუშაობდა ძირითადად მეც და წევრებიც ახალი პარტიის. გაძლიერდება ახალი პარტია, გაძლიერდებიან სხვა პარტიებიც და მე ვფიქრობ, რომ მათ ერთმანეთს სჭირდებათ. ელემენტარულია, პოლიტიკაში ესეთი რამ ნორმალურია. მათ ერთმანეთს სჭირდებათ, არ ჩანს. რატომ მეუბნებიან რომ არ დაიშლება? რატომ ვამბობ რომ არ დაიშლება? რომ მე ვხედავ ძალიან კარგად სიტუაციას, რომ მათ ერთმანეთს სჭირდებათ. დაშლის მოსურნე შეიძლება იყოს, რომელიც სარგებელს მიიღებს აქედან და არ ჩანს. არ ჩანს ამ ეტაპზე, არ ჩანს ახალ არჩევნებამდე. იმის შემდგომ კოალიცია შეიძლება დაიშალოს და ძალიან კარგი იქნება თუ დაიშლება პრინციპში. გასაგებია. ხო, ანუ ეს საპარლამენტო არჩევნებამდე ეს გამორიცხული. ხო, მეორე არჩევნებში თუ მოვიდნენ კოალიციით, იდეალური იქნება ორი დრო და იმის შემდგომ უფრო საინტერესო იქნება რამე სხვა ძალამაც ილაშქროს და გამოვიდეს. 23 ოქტომბერს ევროპარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს. 27-ია? 23 ოქტომბერს. სადაც ვამი მერაბიშვილი პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული. დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ინტენსიურად მუშაობს, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. თქვენც თუ გაქვთ იგივე განცდა და რა გაძლევთ ამის საფუძველზე? მე ვფიქრობ, რომ ევროპაშიც გააცნობიერეს უფრო მეტმა ხალხმა რეალობა, რამე თუ ევროპა უფრო დიფრენცირდება სიცივეში და ეს ნორმალური საერთო გასაგებია. ევროპა და ამერიკა ისე ვერ ხედავენ და ვერ უყურებენ პროცესებს საქართველოში როგორც ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა და თანაც ისინი მიზანმიმართულად სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, ეს იყო იდეოლოგია, იქ იხარჯებოდნენ ძირითადად. დღესაც ეს კაცი რო გამოდის ევროპას ელაპარაკება და ამერიკას. ქართულ ხალხთან ასაუბრებს ეს. როგორ მოხდა დარბევა 17 მაისს თქვენ გახსოვთ და არც ამათი ცელობის გარეშე მოხდა ეს ყველაფერი. სექსუალური უმცირესობა მოყვა სხდომაში. ვერცით ვერ გამოვიდა და ღირსეული განცხადება ვერ გააკეთა ევროპოლიტიკის პრეზიდენტმა აქაც. კიდევ ვიმეორებ, რომ სექსუალური უმცირესობები არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები ჩვენი და ეს დამოკიდებულება უნდა მოახერხოს ამ კაცმა დემოკრატიაში უბრალოდ რო ყიდდა ევროპასა და მთელ სოფლიოში ესეთი ვარო. უნდა მოახერხოს აქაც პოზიცია თავისი დააფიქსიროს და ეს ქვეყანა ყველას ეკუთვნის და არა ერთ კაცს და არა ერთ გუნდს. აქედან გამომდინარე ალბათობა ძალიან დაბალი, რომ ის გავიდეს და დამტკიცდეს ევროპარლამენტზე.
ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ესეთი რამდენჯერმე იყო მცდელობა ისე თქვენ ევროსაბჭოზე, ევროპარლამენტის იყო მცდელობა, შეცდომაშიც შეიყვანეს ევროსაბჭო თუ გინებავთ და დამოიტანეს იმედთან დაკავშირებით სასაცილო მდგომარეობაში შეიდგეს საკუთარი თავი, რომ ჩვენ კერძო ტელევიზია თურმე იმედი ნახეთ რა დონეზე აქვს ფლობის შეხედეთ. ხალხმაც რომ გაიგოს საზოგადოებამ, რომ მარტივი პროცესები ჩვენ გავიარეთ ძალიან დიდი საოცრებები, რაც თქვენ არიცით, რასაც თქვენ ვერ ხედავთ. რა ხდებოდა ევროპასა და ამერიკაში, ეს არ არის ევროპელების ბრალი და ამერიკელების, ჩვენი ბრალია. ამ ხალხმა საოცრება მოახერხეს ჩვენგან ნაძავცი ფულით. იქ გაიგეთ მაგარი იმიჯი. მე არ გამოვიცხავ იქ რო კორუფციაც ევროპა და ამერიკა კორუფცია არ გაგიგია? კორუფცია ფულს არ იგებდნენ ამ ხალხს, ამომრავი ნაშოვნი ფული გაქონდათ გარეთ. ლობისტებს ქირაობდნენ, პიარს აკეთებდნენ. მაგრამ ეს მუხტი ნელ-ნელა მცირდება, მაგრამ ინარჩუნებენ და ეს პროცესი თანაც გრძელდება. აი მე ერთი დღესაც ხარჯავენ ფულს. თქვენ ძალიან ხშირად ახსენებთ იმას, რომ მსგავსი სახის შემთხვევები, რაც გვაქვს, მაგალითად, თუნდაც აი პოლიტპატიმრის საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენებენ რეზოლუციის პროექტში, მსგავსი სახის შემთხვევები, რაც თქვენ ახლა მოიყვანეთ, ეს არის იმის შედეგი, რომ ლობისტურ კომპანიებზე საქართველოს ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები უშუალოდ იშრების საბჭოს ძინის მხრიდან. ბიზნესიდან, უამრავი ფული ამათ ბიზნესიდან ამოქონდათ. მე მინდა გითხოთ, თქვენ რომ მოინდომოთ და მაგალითად მიმართოთ ამ კუთხით ფინანსური რესურსი. თქვენ ფიქრობთ, ექს კი ბატონო, მე უბრალოდ სხვა კონტექსტში გეკითხებით, ფიქრობთ რომ ფინანსური რესურსით შესაძლებელია, მხოლოდ ფინანსური რესურსით შესაძლებელია, რომ მაგალითად თავრობისთვის სასიამოვნო სასარგებლო რეზოლუციები მიიღოს ევროპარლამენტში. და არა მარტო ფინანსურით აგეცნით, რა ხდება საერთოდ. დიახ. მიხლა ძალიან გამიჭირდება პრინციპში ეთერში გავაკეთე ესეთი ანალიზი ქვეყნების მოიხსენიებს სხვადასხვა რამით ამასულად გაიგებენ. საერთოდ ერთი რამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ყველამ. საკუთარ სამშობლოზე ჩვენ დავიზრუნოთ, საკუთარ ქვეყანაზე და ჩვენ უნდა დავალაგოთ. ესეთი ზრუნვის განცდა არა ქართულ სახელმწიფოს სხვას ჩვენსაც. ისინი საკუთარ სახელმწიფოზე ზრუნავენ, თითოეულ და საკუთარი ინტერესები აქვთ. და ჩვენ როდესაც ევროპისკენ ვისწრაფით და ამერიკა გვინდა სტრატეგიული მეგობრად შევინარჩუნოთ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს გუნდში. სხვაობა ისაა, რომ ისინი თავის ინტერესებს ატარებენ, მაგრამ ჩვენთვისაც საინტერესოა მათთან ურთიერთობა. იმიტომ რომ განსხვავებით თქვა სხვა ქვეყნებთან, რომლებიც უშინდელი და უშინწინდელი მეთოდებით აქვთ სურვილი ჩვენთან ურთიერთობის დამყარების, მათთან საინტერესოა, რამე თუ მათი მეთოდები ცივილიზებულია, თუ გავლენის მოხდენის და მათგან შეიძლება ბევრი სწავლა და მათი მეთოდების გადმოღება ჩვენთვის საინტერესოა. ამით არის საინტერესო ევროპა ჩვენთვის, ამიტომ არ აქვს ალტერნატივა. ისევია ამერიკაც სტრატეგიულად ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რამე მოხდეს და ამერიკას აქ ინტერესი გაუქრეს. არადა ევროპის თითოეული ქვეყანასაც და თვითონ ამერიკასაც პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესები აქვთ. მათ უნდათ საკუთარი ქვეყნის რაღაც ინტერესი გაატარონ და ჩვენ შეიძლება რაღაცაში გამოვიდგეთ ამისთვის. და პარტნიორობა ამათთან იმით არის საინტერესო, რომ ესენი წინწასული განვითარებული ქვეყნები არიან, დემოკრატია იციან, ადამიანის უფლებებს იცავენ და ესე შემდგომ და ამ მეთოდებით მათი გავლენის ქვეშ ყოფნა საინტერესოც კია ჩვენთვის. ოღონდაც ზედმეტი არაფერი არ ვართ გადაჭარბებული. ჩვენ თუ არ მივხედეთ და ჩვენი თავი ჩვენ თუ არ დავიცავთ, ეს განცდა არავის სხვას არ აქვს. ჩვენ უნდა მოახერხოთ, ამიტომაც მუდამ ვიმეორებ მე ეს 2008 წლის ომი იქნება თუ სხვა იქნება, რომ სულ მახსენებდა რუსეთი არ ახსენაო. ჩვენ საკუთარ თავს უნდა მოვხსენოთ მეფე და საკუთარ ხელისუფლებას და საკუთარ საზოგადოებას. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ თავზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, სხვა არავინ არ იზრუნებს ჩვენს თავს. რუსეთთან დაკავშირებითაც ყველას უნდა რომ დაალაგოს რუსეთთან თვითონ. და ის რომ ჩვენ მუდამ ვაძახებთ, რომ არ დაელაპარაკოთ რუსეთს და წესიერად არ მოელაპარაკოთ, იმიტომ რომ ეს ჩვენ გვაზიანებს. ხშირად ეს არ მოსწონს, მაგრამ არ აქვს იმის სურვილი, რომ ჩვენთვის ძალიან ბევრი დათმო. არადა დემოკრატები არიან და ამის ვალდებულება აქვთ პარტნიორული ჩვენთან. ამიტომ ეს ევროპაც და ამერიკაც ესე უნდა გავიგოთ, კარგად უნდა გავიგოთ. მათ არ ქონდათ იმის ვალდებულება და იმისი განცდა, რომ საქართველოს როგორ უნდა კარგად დაალაგონ. მათ აქვს დახმარების სურვილი და განცდა. მაგრამ თუ საკუთარი ხელისუფლება მოჩვენებით კარგად უხატავს მათ, რომ კარგად გააფორმონ და ჩაწერონ, ხშირად მეტი დრო არც აქვს მათ საშუალებას, რომ მოუდგენ და საქართველოში რეალური პროცესები შეამოწმონ. თავრობა აწვდის, ყველა დოკუმენტს აძლევს. ყველა ჩანაწერი იდეალურია. სააკაშვილი იმდენზე გადავხედა, რომ ევროპაზე მაგარი ვარ, იქ მე ჩავედი პირველი ვიზიტი მქონდა ბრიუსელში. თქვენ რა მეორე კომუნის საშენებთ. ჩვენ საყუდერებდა, როდესაც მოიხსენია, რომ შრომის კოდექსს შევცვლით, ისე დაუხარდათ, გაოცებული ვიყურებოდი, რა ხდება მეთქი. მართლა შეცვლითო? სააკაშვილი ჩვენ გვეუბნებოდა, რომ აქ რაღაც ახალ კომუნის საშენებთ, ეს რა, როგორ შეიძლება შრომის კოდექსს თურმე ისეთ უნდა იყოს, როგორც ხდება. ეხლა საყუდერებდა, ხო უყურებთ. მუშა მონმდგომარეობაში უნდა იყოს, თავისუფალი უნდა იყოს, ბაზარი არავითარი დაცვა არ ჭირდება დაქირავებელს, მხოლოდ დამქირავებელს. ევროპელებს ესე არ აქვთ. აქ იყვნენ მისული სააკაშვილი და მისი გუნდი, რომ იქით ასავლიდნენ უკვე მათ. ნუ ჩვენ უფრო მაგრები ვართ.
ესე იგი რის თქმა მინდა რომ გაიგოს კარგად საზოგადოებამ რომ მათ არც საშუალება აქვთ ამის და არც გადაჭარბებული სურვილი ისინი საკუთარ თავზე ზრუნავენ და ჩვენ უნდა ჩავდგეთ იმ კალაპოტში რომ მათთვის მისაღები იყოს და გამოყენებადი მათთვისაც და ამავდროულად ჩვენ დახმარებისთვის ზაობა აქვს და გვეხმარებიან კიდეც ბევრს ესენი გადიოდნენ ეუბნებოდნენ რომ რაც მათ სურდათ იმ ენაზე და იმაზე კარგად ჰქონდათ პრეტენზია რომ ჩვენ უფრო მაგარი დემოკრატია გვაქვს ჩვენ ამას აფორმებდნენ არც რო ჰქონდათ ამის და არც სურვილი არ ჰქონდათ ახლა ჩვენ შედარჩეს ყველა თავის პრობლემები აქვს რატო დაუწყობდნენ სააკაშვილის ზედმეტჭიდაობას ესე იგი აფორმებდნენ ამას ეხლა რომ მოვედით ჩვენ და ვამბობთ ეს დემოკრატია არ იყო ავტორიტარი და დიქტატურა ხდებოდა თუ გაუცემულები არიან და გარდა ამისა მეგობრები ყავს ესეც არ დაგავიწყდეს მეგობრები წყალებში შეიძლება ყავდეს თამათ მეგობრები ხო გაიგეთ როგორ გინდათ გასაგები ხო ეს ლობირება და ლობიზმი და კორუფცია სად გადის ზღვარი ღმერთმა იცის მე მოსკოვში ლობის საკადრულობდი რო წარმოიდგინე ბიზნესმენი არ ვყადრულობ თქვენ რუსეთი ახსენეთ მე მინდა გითხოთ ხართ თუ არა კმაყოფილი ამ 1 წლის განმავლობაში იმ ნაბიჯებით რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა რუსეთთან ურთიერთობაში ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს პროდუქცია რომელიც დაბრუნდა რუსეთის ბაზარზე მაგრამ მეორე მხრივ გვაქვს მართულხლართები დიცში და დვანში და შელახული ღირსებაც თქვა თუ მინებათ ნაციონალური გონიკადასთან დაკავშირებით მაგრამ ღირსება ყველაზე მეტად ჩვენ მაშინ შეგველახა როდესაც ის აგრესია განახორციელეს 2008 წელს და ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორია მე მაინც ვთვლი რომ პლუსები მეტია თუმცა ხა კითხვები არსებობს გუშინ შეხვედრა მქონდა ამერიკელთა გამოცემასთან ბევრი ვისაუბრეთ რუსეთზე ჩემი აზრით რუსეთი კიდევ ბოლომდე ვერაცნობიერებს რაც მოხდა 2008 წელს და ის რომ მართლმსაჯულების გაბმა მიდის და ამას არავითარი აზრი არ აქვს ეს გადაყრილი და ფუჭი შრომა ამასაც მე მგონი ვერაცნობიერებს ბოლომდე მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ქცევითაც დავეხმარებით რომ კარგად გაიგონ რუსეთის სახელმწიფო და ჩვენი თანამეგობრობის თანადგომის იმედიც მომავალში გვაქვს ჩვენ მათთან ვაღმერთებთ ურთიერთობებს დღევანდელი სიტუაცია მართლმსაჯულები რაც კეთდება აბსოლუტურად აი პირდაპირ მნიშვნელობით აზიანებს რუსეთის იმიჯს ეს გაუგებრობები რაც ხდება გაუგებრობები იმ ხრივ ჩვენთვის არ არის ეს გაუგებრობა და იმ მოსახლეობისთვის საშინელ განცდებში არიან და ჩვენ მაქსიმალურად ხარში ვდივართ და ვეხმარებით როგორც შეგვიძლია მაგრამ საკუთარ სახელმწიფოს ამით ზიანის მეც ვერაფერს ვერ აყენებენ სულ პერსპექტივას და გაუგებრ რაღაც საზღვრებს აფუძნებენ და მხოლოდ კრიტიკას იმსახურებენ მთელი სოფლიოდან ჩვენ მოახერხეთ და მაქსიმალურად ავწიეთ ეს პრინციპში პრაქტიკულად ყველა მხრიდან გაკეთა განცხადება და მე ვიცი რომ ყველა შეხვედრებზე მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იქნებიან თუ სხვა პოლიტიკოსები როსაც ამას სულ ახსენებენ ევროპიდან თუ ამერიკიდან და მე ფოტოშოპის რა თქმა უნდა ეს გაუგებრობებია მე გაუგებრობებს რატო ვარ ჩვენთვის არ არის ეს გაუგებრობება მათთვის ეს არაფერს კარგს არ მოაქვს მათთვისვე ისევე როგორც გლობალურად 2008 წელს რომ არაფერი კარგი არ მოუტანია თვითონ რუსეთისთვის როგორ ფიქრობთ მაინც რა მიზანს ემსახურება ეს მართლმსაჯულები თქვენი გადასახედიდან მე მგონი რომ მე ოდესღაც ვხვი რომ იქნება ოლიმპიადისთვის ვარ თვალობენ მეთქი რომ ძალიან დიდი შიში აქვს მათ რომ უსაფრთხოდ ჩაატარონ ეს ოლიმპიადა მაგრამ ამ ოლიმპიადისთვის რა უნდა მე მგონი რომ რუსეთი დიდი სახელმწიფოა ვილნიუსის სახელმწიფოა მე მგონი რომ ვილნიუსის სამიტი ყველაზე რეალისტურია და ყველაზე ობიექტური ასწორად შეიძლება გავალოთ პარალელი მაგრამ მე მაინც მგონია უფრო მეტი გაუგებრობასთან რომ დიდი სახელმწიფოა იქაც სხვადასხვა მიმართულებებია სხვადასხვა კლანებია როდესაც ვიღაცამ რაღაც თქვა ის მიიღეს როგორც მე ვიცი ზურაბაშიძისგან ეს გადაწყვეტილება განისმავა პარტნიორმა უთხრა 2009 წელს არის მე მგონი გადაწყვეტილება და ეს უცია ეხლა დაემთხვა მე მგონი ამ ნაწილს სადაც გახავს ეს და ადრეც ხდებოდა თურმეს ეს არ არის სიახლე ეს ადრეც ხდებოდა ეს მოყოლებული 2008 წლიდან სააკაშვილს უნდა გააფორმოს თანაც ამბობს რომ 0.1% არ არის ახლა რაც დავკარგეთ ტერიტორია 0.1%-ია იმასთან შედარებით რაც დავკარგეთ ამბობს ახლა მეტი დავკარგეთ რატო ამბობს ამას ეს ვიცით რომ ესეც მარტივად სრულდება ახლა მეტი დავკარგეთო ცოცხალი ანექსიით ამას რატო ამბობს რომ გონია რომ ეს ჩვენი ბრალია ხო რა კარგია და გონია რომ მას ამაში ბრალეულობა არ აქვს რა თქმა უნდა მისი ბრალია რა პირველ რიგში და ლომის ლიმას აქვს ამაში და მაშინდელ მათ უგუნურქმედებას აქვს უგუნურქმედებას თუ არა ეს ისე ვიმეორებ ჩვენ საკუთარ ხელისუფლებას საკუთარ ქვეყანაზე უნდა ვიზნოთ საკუთარ მთავრობას უნდა მოვთხოვოთ ყველა მეზობელს და ბევრ მეზობელს შეიძლება ქონდეს განცდა რაღაც რომ მიიღოს ვისაც არ ეკუთვნის მაგრამ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე რომ არ უნდა მიცოთ ამის საშუალება და ჩვენი ქვეყანა ჩვენ უნდა დავალაგოთ და შევენარჩუნოთ და ამათმა სისულელეებმა ბევრი რამ გააუგუმათეს და გააუგებრეს მათ რიცხვში ის რაც მოხდა 2008 წელს რა თქმა უნდა და რაც ხდება დღეს საზღვართან დაკავშირებით თლიანი ბრალეულობა წინა ხელისუფლებისაა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ რა უნდა დავიწყოთ თავიდან თუ რა უნდა რა ხედველობაში სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ვამბობენ რომ შეარბილეთო რა უნდა გავამაგროთ ჩვენ სად უნდა გავამაგროთ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ის სისულელეები გავაკეთოთ რაც მათ აკეთეს
რა უნდა გავაკეთოთ? მათ შიხში შეიყვანეს სიტუაცია. მათ ჰქონდათ მანევრი გაცილებით მეტი მაშინ. დღეს პრაქტიკულად შიხში შეიყვანეს, ჩვენ განზრევის საშუალებას აღარ გვაძლევენ. თუ იცის შეკითხვა, როდესაც გრიგოლიამ დამისვა, რომ რატო არ ჩადიხართ იქ? ჩავიდე რა ვიცი რომ მათთან ერთად თუ რა? აი გულწრფელად საუბრობ საზოგადოებასთან. სიცხვილი არ არის თავრობის, სიცხვილი არა ამ თავრობის მეთაურს რომ საკუთარი მოქალაქის დაცვა არ შეუძლია ძალადობისგან. აი ეს შექმნეს მათ ეს სიტუაცია. აი ეს პოზიცია მათ შექმნეს და დაგვიტოვეს. ესეთი გაუბედურებული მდგომარეობა დაგვიტოვეს. ეხლა ცრემლების ღურა უშველის ამას. ამას უნდა თანმიმდევრულად შეყვანა ჩიხში იოლად მოახერხეს. ამას თანმიმდევრულად, დიპლომატიურად, პრინციპულად და ასად არ მიმჩნევა მე რომ სამი პრინციპები გვაკლია. აუცილებლად ამასაც დავალაგებთ და გამოვართ ამ ჩიხიდანაც და დავიბრუნებთ ჩვენ ძმებს პირველ რიგში. როგორ წარმოგიდგენიათ დეოკუპაციის პროცესი თქვენ? დეოკუპაციის პროცესი ყველაზე ხანგრძლივი, რომელიც შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს, მე მithქვას ადრეს და გამიმეორებ დღესაც. ეს მოხდება ჩვენი საინტერესო ქვეყნის აშენების შემთხვევაში, რასაც დაჭირდება არანაკლები 4-5 და იმის შემდგომი წლები, რაც გამოჩნდება კარგ, მაგრამ არა ის რომ უსასრულო წლები. უფრო ადრე გაცილებით ვიდრე 20 წელი, რასაც მე ვამბობ, შუალედზე ნაკლებით ჩემი გადმოსახედიდან თუ გნებავ ძალიან დავგოგრებდი ახლა და არ ვარგა. ჩვენ უკვე ვაჩვენებთ თელ სოფლიოს და მათ ერთში ჩვენ ძმებს აფხაზებს და ოსებს, რომ ძალიან საინტერესო ქვეყანას ვაშენებთ. და ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთან თანაცხოვრება მათთვის. მათ გაუჩნდებათ და გაუძაბდებათ ეს სურვილი, ამავდროულად უფრო საინტერესო გახდება საქართველოს ევროპისთვის, ამერიკისთვის, საინტერესო პარტნიორი იქნება, გაერთიანებებში შევალთ. თუ უფრო ადრე რუსეთმა არ გააცნობიერა, რომ მისთვის არის ეს სახიფათო, რაც მოხდა და რაც გაკეთდა და არ გამოვიცხავ, რომ უფრო ადრეც და უფრო სწრაფადაც განვითარდეს ეს პროცესები, მაგრამ კლასიკურად ამას ვერაფერი წინ ვერ აღვიდგენია. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ძმები, ოსები და აფხაზები, რომ ჩვენთან თანაცხოვრება არის მხოლოდ საუკეთესო პერსპექტივა მათთვის და მხოლოდ ამით უნდა დაიჭირონ მათ პრინციპული პოზიცია. დავამტკიცოთ თელ სოფლიოსაც დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ცივილიზებული ერი ვართ, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ. ევროპის ნაწილი უნდა გავხდეთ ჩვენ და იქით უნდა ვისწრაფოდეთ და ვაჩვენოთ ჭეშმარიტ და არასაუბრით. აქ დიქტატურას აშენებდა, გარე დემოკრატიას აფორმებდა, ამით არაფერი არ მოხდებოდა, მოხდა ის რაც მოხდა. აი ამით ჩვენ გარწმუნებთ, რომ 20 წელიწადი ჩემი ზოგადი პერსპექტივა ევროპელები უნდა ვიყოთ. შუალედზე და უფრო ადრე ჩვენ მაგ საკითხებსაც დავალაგებთ. დიდი მადლობა ბატონ ბეძინა იმისთვის რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა.